რა ლამაზი ხარ. ძალიან. თქვენ შეგიყვანია თუ თავარი ამბავი. არა, ბიჭო, შენ დაგელოდები. მე მგონი ის რაღაცას ამასტერებდა იქ. ვინა? უჭერდა. ჭანჭიკებს. არაფერს არ უჭერდა. მე მაგ არწივის თვალი. ეს არ გინდა ცოტა ხანი ვიშდეთ პროსტა. ვიჯდეს. მოკლედ დღეს ეგეთი რაღაც ხდება მაინც რომ გავარკვიოთ ხალხის რო არ დაიბნეს აიდან მოდის ხმებიო. ქვემოთ არის მოკუსტას კაზის რეპეტიცია საოფენიარე. ეგეთი კოლაბი აქვს ერთად იცოდი ეგ ამბავი რომ ერთად უკრავს 32 კაცი. ძალიან ეჭვმაპარება ხმა შემოვიდეს, მაგრამ ნუ რა შემოვიდა ეგ იქნეს და შემოვიდა ხმა ეგ. ეს დავემატებინა მე 15 კაცად. ბიჭო, ყველაზე მაგარი იქნება რომ YouTube-მა რომ დაგვასტრაიქოს მუსიკის გამო. ჯუჯუ. გიორგი. გამარჯობა. როგორ ხარ? არ ხნაშა შენ? გინდას ჩვენი სპონსორები ჩამოთვალო? მაგრად. მიდი. მე? ხო. მე ასე არა ვარ. მოდი, დაგიხმარები. დაათვალიერე. ჩვენი პირველი სპონსორი და ძმა და მეგობარი არის ბეტსონი. ბოლომდე წაიკითხე. ბეტსონ სპორტ. აჰა, მადლობა. წაიკითხე. Forcewood სადაურია. შოტლანდიური? რომელიც ადიყიდება შენი აზრით, რა გვაქვს ისეთი ძირითადი მაღაზიები სასმელის? ალკორიუმი. და კიდე? მეორე? აი რა სასმელია ეს? ხო, Whiskey House. ხო, მაგარია. ბეტსონ სპორტი, ჩვენი ძმები, მეგობრები, ჰერიო. და სად არის ჩვენი სტიკერები, აბა? რიპორიაში. ცოდნია. ცოდნია ყველაფერი. გეკუთვნის შენ თეთრი ვარდი. კაი, სო. 1000 რაღაცა მიტრიალებს თავში და სულ ისეთი ისტორიები მაფიქრდება, რომ არ მოიყოლება. ხო, ძირითადად ჩვენი აი ვერ ხვდები რა მოყვეს, სულ საშინელებები მახსენდება რა. მეც ეგრევე უკვე დავინახე. რაღაცებს. ხო, არა, ანუ რატომაც არა ეგეთი ერკემლური ისტორიები ძალიან კარგი იქნებოდა, ძალიან. არ მოიყოლება. არა, ნუ ის ძალიან ის არის. რაღაცეების მოყოლა. მაგრამ ბენდების და გიორგი ერთმანეთს ვიცნობთ თინეიჯერობიდან. მე მყავდა მეგობარი, კახა, რომელიც უკრავდა კონტრაბანდაში. დუშკაზია ბაზარი. კი. კონტრაბანდის გიტარისტი იყო და მასთან მეგობრობდი. ეზოდან იცნობ მე. და ეს ცხოვრობდა მოპირდაპირე მხარეს. და ჩან ჩემი კლასელი ცხოვრობდა, ამის მეზობელი იყო ყველა. ნორა? ხო, ნორა. და ნუ მოკლედ, საიდანღაც არ ვიცი. ხო, მეც არ ვიცი. პირველი კადრი რაც მასადაც მახსოვხარ რომ მეხუტებოდი რა. ხო, რატო არა? არა, მაგას არ მოყვები, რატო მეხუტებოდი. არა, უცნაური არის. მეც ხო ეგრე გიცნობ მაგეზოდან, მაგრამ ხო, რაღაცა მაგიდან გაჩდი ცნობიერებაში. ბიჭო, ხომ არა, არ მანამდეც ვიცნობდით ოღონდ ხო რა. ეხლა შეხედე რა ხდება რა. ესე მუსიკიდან თითქოს არა, ანუ ისე რომ რაღაცა გვეკეთებდნენ. ეგ ეზო იყო ძალიან შინაური ეზო რეალურად და ძალიან ბევრნი იყვნენ შოთა დუშკა ვიღაც ბესელო ვიღაც სანდრო რა გვარია კაპანაძე სანდრიკა ნორა შეჩეო მესხი ან მაგ ისე რაღაცნაირად ის იყო ეხლა გამახსენდა რომ უბრალოდ ეხო ვიხსენებდი რომ ეს და ვაჟიკოც საიდან გავიცანა რავი ეზოდან შეჩეო ხო რა თუმცა ძალიან პატარა ვაჟიკო მე გავიცე ვაჟიკო შენ ჩემზე პატარა ხარ ხო ამ შენ ამის ხელა ხარ ხო ცოტა პატარა ხო რა ხო იცი რა მახსოვს და ტორმენტორის კონცერტზე კი გაცნო ხო ეგ აი მაგ ეზოს ოღონდ შედეგი ტეტეს პონჩი ვიყავ ხო მაშინ მე და ტეტე ერთად დავიწყეთ დაკვრა მაშინ და ამბავი ხო და ეგ ეზო ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ რაღაცნაირად პლეხანოზე 90-იანებში ხო ხდები ისეთი ის იყო რა ჩემთვის ძალიან კაი ეზო მარტო ეგ ეზო იყო რომ რაღაცა ეს მუსიკალური დაბეჭდები ხდებოდა ხო ბავშვებიც იყვნენ ბიჭო ხო გაერთიანებული იყო ეს მოძულ ბიჭო ტიპები რაღაცა და ყველა ის არ იყო რაღაცა დაპირისპირება არ იყო რა ძალიან კარგი ეზო იყო იმ პონჩი რომ ეს ჩვენი პანკები არიან და ხო და თან რაღაცა იმდენი მუსიკოსი ტიპი ცხოვრობდა თუ რაღაცა მუსიკის მოყვარული გადაედოთ რა ის ტიპების რომლებიც ვაფშე ეგეთები არ უნდა ყოფილიყვნენ ყველა უცბად რაღაც საყურეებით და ბულავკა გაყრილი და რაღაც ეგეთ მამსო იყო ერთი ჩვენი მეგობარი ეგეთ ხოძე იყო ვაჟიკო იყო იქ კიდე ჩვენი მეგობარი კარგი ძალიან ხო და მეც კიდე რა მახსოვს რომ
აი აურას პერიოდი რო არის რა, მაშინ აი დუშკა და ისინი მაგ დროს გავიცანი, ძალიან პატარები იყვნენ, აი კოჭებში რო ეტყობათ რომ მუსიკისკენ მიდიან, მაგრამ თან განდონა ბავშვები რო არიან, ხო იცი, აი რაღაც ვიღაცებს ართმევდნენ რაღაცებს და ვიღაც ძველი ბიჭები იყვნენ მოსულები, ცოტა უფროსები იმაში რა ქვია, აურასთან რა. და უცბად დუშკა, ესე ვიღაცას ეტაკა და კიდე რომელიღაცა მაგიდან ეზოდან შოთიკო. მე მგონი ეს მოხადეს კენგოლი და მოთხდნენ შეჭება ძალიან ცუდად. მე იმათმა დაიწყეს ნადირობა და მაგეზოში გადაწყდა ეგ ამბავი. საბოლოოდ ეგ ყარს. ხო, არა, ძალიან ბევრი რამე ხდებოდა მაგეზოში. ისე მაგხარ რომ დავფიქრე მაგეზოში ვქენი ყველაფერი ცუდი პირველად. ალბათ მეც. ხო, ნუ იმასთან აი კახასთან, დუშკასთან იყო შეკრება ბატონო. რაღაცა. ნუ პირველი სნები რამე ჩვენ ფონში რამე. და სხვათა შორის ერთი პერიოდი მან რაღაც პირველი აი თელ საძმოს ერთი კომპიუტერი ქონდა და მათ კომპიუტერი იდო და იწერებოდა ალბომები რა. ეგ კომპიუტერი და ის რა ქვია ბესელოს ალბომი მე მგონი მაგაზიაში ჩაწერეს თუ რაღაც დაამთავრეს თუ რაღაცა SPID მანდი წერებოდა. მე დაჟე მახსოვს რომ ალბომის ქავერს აკეთებდნენ მაგრამ რაღაცა ფოტოშოპ პირველი თუ რაღაცა იყენათ და მაგას ჩალიჩობდნენ და მაგარი იყო და მე გადავდიოდი ხოლმე კახასთან ისე გიტარაზე პატარა ვიყავი და ეგ მაგრად უკრავდა თუ რაღაცა და გადავიდა და რიტმებს მაკროვინებ და ის სოლოებს უკრავდა რაღაც საიდან იყო ის ძალიან მაგარი გიტარისტი რა. ძალიან თან პატარა იყო მაშინ რა ანუ ესე თავისით არ მგონია ეს. ხო რავი ეგეც რამდენი წლის იქნებოდა მაშინ ალბათ ცოტა პატარა 1-2 წლით მე მგონი. არა მგონია. მაშინ პატარები ვიყავით და იგრძნობოდა. აი ხა ის პატარა იყო მაშინ რა. შე რამდენის ხარ? 42-ის. ხო ნუ ხო და მაშინ ხა 3-4 წელი ძალიან ისე ტრანსპორტი იყო. ჩემ ხელა იყო. მე კახა კოტე. ხო, მე კოტე გამოჩნდა. კოტე საიდან გავიცანი ეგრე არც მახსოვს, მაგრამ კოტე კალანდაძეზე აბა. ხო, კოტე კალანდაძე და ხო ძალიან ის იყო რაღაც კოტე ისეთი იყო. მოწყრავდა ხოლმე რაღაცნაირად, ევასებოდა ეგ და თან რაღაცა ისე ძალიან მასაც რა ქვია, პაძერში გასიძლეოდა ყოველთვის და რაღაცებს პირველი რაღაც დემო ვაფშე რაც ჩავწერე ცხოვრებაში, მაგასთან სახში ჩავწერე რაღაცა. აკუსტიკური პირველი ბენდი ტორმენტორი იყო? ხო, ნუ ძალიან ხანმოკლე ბენდი იყო ისეთი რაღაცა. მე ტეტე და სოლაკში ტეტესთან, ტეტე ჩემი ბიძაშვილია. და მაგასთან რომ მივდიოდით ხოლმე ბებიასთან, მე გავდიოდით და ვიღა ტიპები გავაძერეთ, ვინც უკრავდნენ ფარჩილა სხვათა შორის, რომელიც ძალიან კარგი მუსიკოსია. მე ტეტეს ვიცნობ ყველაზე ადრე თქვენგან. მე ტეტე ვიყავით სამხატვრო სკოლაში კლასელები. სადაც ბრეიკდანსზეც ხო დადიოდი? ბრეიკდანსზეც დავდიოდი. შენ ნიკოლაძეს დადიოდი თუ იქ? ნიკოლაძე არა. კოლმეურნოვის მოედან ბაზართან იყო სკოლა. სამხატვრო სკოლა 10 წლები იყო და მან ვსწავლობდით და პაходу დავდიოდით ბრეიკდანსზე მე და ტეტე. და პროსტა დიდების ჯგუფში პაходу იყო ბაკურა. ხო. ავაზე ხარ. ბაკურა მაშინ არ ვიცნობდი, მაგრამ მე ვიცოდი რომ დადი. პროსტა ეგ არ არის გასამხელი ინფორმაცია. როგორ არ არის გასამხელი? ტელეფონი. ითქვა ვიცი. წარმოგიდგენთ ბაკურა რო აკეთებს იმას, ტალღებს რა, ეგ ძირს რო იმაშო. კედელთ. ძალიან მაგარია. ხო და ეგ იყო პირველი ბენდი. მე ძალით მაინც მიმიყვანეს. ატარა ვიყავ. ხო და არა ბაკურა იძახე მაგარი ვიყავიო მაგაში. ხო? ტეტემ გაგასწრო შენ მუსიკოსი, როგორც მუსიკოსი. კი. არა, ერთად დავიწყეთ ზუსტად. ზუსტად ერთ დროს დავიწყეთ პირველი ბენდი ერთად ყავდა და ბაკურასთან უკრავდა შეჩემა ის ძალიან არა, ჩიტისა. ამან მიატყია. ერთად მე მივიყვანე ვაფშე. ეს ბაკურასთან როგორ მოხდა? მე მგონი აქ მოყოლილი მაყარა, ყველა გადაცემას ხო არ უყურებს და. იცი როგორ მივიყვანე, ხო? და რო აღმოაჩინე ის არის, ქუჩაში მირეკავდა ბაკურა. რომ მიშიკი ისო რა ქვიაო გიტარისტი მჭირდებაო და აკადემიასთან მოვდივარ და უცებ ეს დავინახე და მეთქი მე არა, მაგრამ მაგარი გიტარისტი ვიცი თქო და ეგრევე მისამართი ჩავაწერინე და მივიდა. მახსოვს შენ შემხვდი და ბაკურასთან დაუკრავე მე რაღაც იმით მოდიო ჩანთა საღებავები შიგნით ჭუჭყიანი ხელები აკადემიიდან და იგი გამოდის რომ მე ტეტე თქვენ ერთად გაგიცანი. ალბათ ხო, იმიტომ რომ ხო. და მე ბაკურასთან ავედი და რაღაცა და პირველი სიმღერა გავარჩიე და მაგრა უკავდა რამე და ჩემთვისაც ისეთი რამე იყო მაშინ ხო და ბაკურასთან შემდგარი ისეთი მუსიკოსი იყო. მაშინ სტრინგი არ არსებობდა. კი, უკვე იყო რა, ახალი დაწყებული სტრინგი გავაკეთეთ 2000 წელი იყო და ეს ალბათ 2001 იყო. ბიჭო, ეგ ისა მალევე არის გუდაურის კონცერტი? მაკიდან? ისე 1-2 წელიწადში ალბათ, ხო? 2-ში. ხო, დიდი სასტავი რო ვიყავით გუდაურში? მაგ ფოტოც არის რა. კი, ტეტე ყვითელი კურტკით. ხო. მან ხო, არა. ბაკურასთან ვერაფერს ვერ მხოვები. ხო, იმდენია, короче.
ხო და მე ბაკურასთან ვავიდი, თან ბაკურასთან მანამდე ვიყავი რამდენიმე დღით ადრე ასული და ზიურის ფესტივალზე მინდოდა დაკვრა სტრინგის პინჩი და კასეტა მქონდა ატანილი რა სარეპეტიციოში ხო იცი რეკორდს რო დააჭერ ეგეთი კასეტა და რა ჩავწერეთ არავინ არ იცის და დაუტოვე და ну არ ვიცი რამდენად მაშინ მოგვისმენდა თუ რამე მაგრამ მე როგორც გიტარისტი რომ მივედი ясნია გამოგვიყვანა მე და ანუ ორმაგი გამოსვლა მქონდა მე ბაკურასთან ვყავდი მაფიაში ხო ნიკასთან ხო რა ეგ წვეთდა რაღაცებს და მე ბაკურასთან პირველი კონცერტი მქონდა თეატრალურ სარდაფში და მე ქორქია ბაკურა და გურამა იყო გუფი მე მგონი მართლა ხო ეგ დიდხანს არ გაჩერდებოდა არა ხო და მე პირველი ბენდი რაც იყო გაკრას იყო მე ტეტე ქორქია და ბაკურა რა გიორგი ქორქიაზე ლაპარაკი ვინც არის ის ტელე წამყვანი არის თუ იყო თუ რა რავი სულ ეგრე დაპოზიციონირდა ეხლა მხატვარია 2003-2-დან არა ხალხმა ესე ფართოდ რო ვინც ეხა ეს როგორც მუსიკოს არავინ არ იცნობს ეხა ეს თან ცოტა ხანი უკრავდა რა ბიჭო ჩემ დროსაც უკვე მე რომ მივედი ბაკურასთან ქორქია მოვიდა ძალიან მალე ნუ და კაი დროები იყო ძალიან ბაკურასთან ერთად ძალიან ბევრი რაღაცები ქონდა მე ჰოლანდიაში წავედით ერთად აუ ჰოლანდიაში წასვლა იყო რაღაც ფესტივალზე წავედით მოყოლებით ვიცი ეგ წასვლა ძალიან მაგარი წასვლა იყო ერთი ჩემი საყვარელი ისტორია რაც იმინა არ მოიყოლება არ მოიყოლება ხო ვიცი რა სამო თვალი რო აუკარი არა აბა რო შევიდა და გამოვიდა ის სხვა იყო მაგრამ ბაკურას მოკლედ ბოდიში ხალხნო ვერ ყვებით ხოლოს მაგარი იყო რომ ჩავედით ჰოლანდიაში რაღაც ხრონინგენში ჩავედით ფესტივალზე და უნდა დაგვასახლონ რა და დაგვასახლეს რაღაც აი დიდი ოთახია ძალიან და დაგვაწვინეს ეს კედელთან გაგვიშალეს და დაგვაწვინეს და დილით ვიღვიძებთ და ხალხია შემოსული რა და კედლებზე რა ნახატები თუ ფოტოები კიდია და ხალხი ათვალე თორმე საგამოფენო დარბაზია შეშ და ჩვენ გძინავს და პანიკებში ჩვენ გძინავს ექსპონატები იყავით დავიძინოთ რა ხდება ვაფშე გაუგებარი მაგარი ადგილი იყო სკოტი იყო რა ძალიან დიდი სკოტი იცი რა მხატა აი ველოსიპედით მოძრაობდა ხალხი შიგნით რა ეთყობა რაღაცა ძველი დაწესებულება იყო რა და იდეაში იყო ფესტივალი არა ხო რაღაცა დამეგობრებითი ანუ სხვადასხვა ქვეყნებიდან მუსიკოსები იყვნენ ჩამოსული და კოლაბორაციის პონტი იყო რა მე და ჯუჯილა და დამეგობრების დანიელი ვიღაც ხო დანიელი ტიპი იყო და ბას დრამერი და არა დრამერი იყო დანიელი და გიტარისტი იყო მე მგონი ორივე დანიდან არ მახსოვს ხო რა მას ფესტივალმა დაგამეგობრა ტიპი იყო სომეხი დრამერი ის ბაკურასთან იყო ის ბაკურასთან იყო და მან გადავიღეთ Young Georgian Lolitas-ის Mr. ესეც სიმღერა მაგის კლიპი ხო და მე უკრავ ბასზე და მაშინ ბასისტი არ ვიყავი და მე ბასისტი გავხდი და ბოლოში ის რო არის რა ქვია იმითი რომ ციყვაძეს რომ იყავ ხარ მივიდვარ ხო რა ქვია მას სუპერმარკეტის კალათა რაღაცა რა ქვია საკატაო საკამოდო ძალიან კაი გიორგი ძალიან გვაინტერესებს როგორ დაიწყე საერთოდ დაკვრა კარგი მოკლედ სუპირველი რაღაც მუსიკას რასაც მოусმინე იყო Jesus Christ Superstar და არ ვიცი რაღაც ძალიან იმოქმედა ჩემზე და ეგ იყო პირველი რაღაცა მუსიკასთან შეხება რაც მქონდა მე სიმართლე გითხრა ნუ რაღაცა ესე სახში სულ იყო რაღაც Beatles ამბავი რაღაცა ხო და ვინ იყო ეგ ბიძა ჩემი იყო ნიკა და მეორე ბიძა ტეტეს მამა იყო რომელიც Rolling Stones-ის დიდი ფანი იყო და ნუ ეს Rolling Stones-ი ბიტლები რაღაც სულ ჩართული იყო რა და ნუ ძალიან მომწონდა და ამას გძნობდი რაღაცა მაგრამ აი მე თვითონ რომ რაღაცაზე მე ის დამემართა რომ მართლა რაღაც მოხდა იყო ალბათ 94 წელი იყო რაჩა Nirvana მორჩა და გამიმართლა იმ პონჩი რომ რაღაც მაშინ საკაბელოები და რაღაცები იყო და ეს აიეტიტივი თუ რაღაცა მქონდა და ეგ აიჭდა და 95 წელი იყო და ეს ბრიტპოპის ის ეპოქა დაიწყო რა და ნუ ნახე ის რა თქმა უნდა ოაზისი ვერვი და ბლარი და ნუ მაგ სამმა ძალიან იმოქმედა რა და ეს იყო ვერვი იყო უკვე ხო ვერვი იყო უკვე ანუ 96-ში იყო Bittersweet Symphony და რაღაცები ეს მთავარი მე რადგანაც ოაზისი ოდნავ ბლარზე გვიან მახსოვს ეგრე იყო არა ბლარი უფრო ძველი ბენდია როგორც ეგ იმიტომ 91-ში ქონდა თავი მანამდე არ იყვნენ მაგრამ ხო არ იყვნენ რა პრინციპი ბლარი იმით გახდა ცნობილი ყველაზე უფრო Poison-a Girl პირველი ხო ეგ ალბომი რა ეს Country House და რაღაცები Country House ვინაუები ხო და
ხომ კაჩი 95 წელი იყო ეგეთი გარდამტეხი ჩემთვის და რაღაცნაირად ესენი რომ ნახე, თან ის რაღაცა ხატი დაინგრა, რომ როკსტარი, აი როკსტარულ ვიძე უნდა იყოს და ხუჭუჭათმები და ყავიშარვალი და რამე. ხო, მაინც ხო როკეროლი მოგწონს, მაგრამ რაღაცა ვერ აიგივებ იმასთან თავს და უცბად ესენი გამოჩნდნენ ჩვეულებრივი ტიპები ჩვენ მანამდე დაინგრა 90-იანების დასაწყისში. კი და ნუ მომენტ რაღაც მოჩი ბიტლებიც ეგეთები იყვნენ, ხო რაღაც ხრი, მაგრამ ისეთი იყო, რა ვიცი, ჩემი ეპოქა იყო, ჩემი დრო იყო რა რაღაცა. თან მე 80-იანებში ხო ძალიან ის იყო, რა ქვია. heavy metal და hard rock-ი და რამე ძალიან. შენ ბიტლების გადაჭენება არ ქონია? ეგეთი გადაჭენება არ, იცი რა, რაღაც ხო, რა, იმდენ პატარა ვიყავი მაშინაც, რა, ხა 11-12 წელს ვიყავი, მაგის დროს. ხო, მომისრო და უკვე მაქედან ჩაუბრუნდი, უკან 60-იანებს გავყევი მე, რა. ხო და თან რაღაცნაირი იყო რა, ეს თან ჩაცმულობითაც ისე ეცვათ, როგორც ჩვენ გვეცვა სკოლაში თუ რაღაც ადასები და ჩვეულებრივი რაღაცეები და ძალიან ის იყო. გავაიგივე თავი მაგასთან რა. და პლუს თვითონ მუსიკაც იმასთან შედარებით, რაც საქართველოში მაშინ მუსიკა კეთდებოდა, ხო ცუდი დრო იყო და ომები და რამე და ხო შესაბამისად ის მუსიკოსებიც მძიმე მუსიკას უკრავდნენ რა ყველა და ესეთი იყო. მაგასთან მუსიკალურად ვერ ვაიგივებდი თავს ვერასოდეს და ამათ ჰქონდათ ეს რაღაც ჩვენ თუ შეგვიძლია, შენ შეგიძლია რა, ეგ მესიჯი ჰქონდათ რაღაცა და მეც რაღაცა ეგ დავიჯერე რა, რომ ანუ ამ ტიპებს თუ შეუძლიათ, ალბათ მეც შემიძლია რაღაცა და მე რაღაცა გიტარაზე მეც მომინდა რა და უაზისი ხო საკმაოდ სოციალური თემატიკის არის თუ არა? იცი რა არის ხო იმაზეა რა უფრო რომ რაღაცა ქალაქში სადაც ცხოვრობ რა ხდება რაღაცა ანუ უფრო იმაზეა რომ აი ახალგაზრდა ადამიანი რომელიც რაღაც სუცეში და იმაში ტრიალებ რომ მაგარი ხარ და შეგიძლია და თუ მოინდომებ ყველაფერი გამოვა რა ოპტიმისტურია აი ეს ტექსტებში არის ხო სულ ეგ არის რა rock and roll star და რაღაცა და რაღაცა მაგან ძალიან შეცვალა და მომინდა დაკვრა მე რა მე რაღაცნაირად გაკრას აი მეზოში ლეხანოვის ეზოში ეს რაღაცა გიტარები არ ვიცი საიდან ვიღაცას ვეთხოვე ვიშოვე გაუცვალე რაღაცები და მე დაკვრა დავიწყე ხო სტრინგი შენი წამოწყებულია ერთად მე და დათოსი რა ანუ ლომიძე თუ ლომიძე ხო ანუ რაღაცა მაშინ ეს ტორმენტორი ყავდა და დრამერი ვინც იყო დათო იყო ირაკლის მეგობარი და რაღაცნაირად დათო გავიცანი და 2019 თუ 2000 წელი იყო და ეგეც გადარეული იყო ბრიტპოპზე და რაღაცა და ერთნაირად და მე რაღაცა დავიწყეთ მეგობრობა და ანუ რაღაც პონჩი მაგის ფაქტორი ცხოვრებაში შენთვის ის იყო მნიშვნელოვანი ხო ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძალიან მაგარი მომღერალი იყო რა მართლა იმ ტემბრის ხმა ქონდა მე რაც მიყვარდა ყოველთვის და ეგეთი ის ქონდა ესეთი ფრონტმენი იყო სერიოზული ფრონტმენი იყო ანუ ოზის ნასმენი ქონდა რო გაიცანი კი აბა ორივეს ნასმენი ქონდა და ერთად დავეჯახეთ და გეოსება და ისეთი პერფორმანსი ქონდა რა რაღაც პონჩი მაგარი ხო ბიჭო მაგარი შოუ მაგრამ ეგ მაშინ ხო არ ვიცოდი მე რა ეს მოვიდა აი მაშინ ეგ ბენდი მყავდა ამ ჩვენ დრამერის მეგობარი იყო და რაღაცა დავმეგობრდით მე დავიწყეთ მუსიკაზე ლაპარაკი და ნუ ერთ იმაზე ვიყავით და რამე ხო არ ქნათ მე ის იყო რაღაცა და ნუ ეს ბენდი დაიშალა და ეგრევე ეს დავაყენეთ ვოკალზე, მე გიტარაზე, ტეტე დრამზე ყავდა თავიდან და ფარჩილა ბასზე. და ეგ იყო პირველი შემოდგენლობა და მე და ამას დავიწყეთ სიმღერების წერა რა და ძალიან პატარები ვიყავით, რა ვიცი 15-16 წელს თუ რა. ფარჩილა ყავდათ მაგ. ხო. სულ პირველი ის იყო, იმიტომ რომ იმ პირველ ბენდში ფარჩილა ყავდა და მე ვთხარი ბარემ დავიშალეთ და მოდი ეს გავაკეთოთ ერთად და ფარჩილა უკვე კარგი იყო, ხო? კი, აი გიტარისტი იყო, ეხლა ბევრად ჩვენზე მაგრად უკრავდა ტექნიკურად და რაღაცა. მე დავიდა ტეტემ გარატონღაც გადაწყვეტა დრამერი ვიქნები და რა უკრავდა. კარგი, და დათო ყავდა გაბილაია კაცო, რაც მთავარია, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რომელიც სიმღერებსაც წერდა. ხო, ხო და დათო იყო დათო ლომიძის კლასელი და მოიყვანა მახსოვს და როგორ გავტესტეთ ცირეპეტიციაზე, აბა Wonderwall დაუკარი, აბა Married with Children დაუკარი და ნუ დაუკრა და მიღებული ხარ რაღაცა. ძალიან კარგი. კაკულია სადიდან შემოვიდა. ხო და აი ხა მოდის ეგ ამბავი, გარჩე ამ ბაკურასთან მოვეწყვე შენ მომაწყე, კასეტა მიტანილი მაქვს რამე და დაუკარით თუ რაღაცა და ამასობაში რეპეტიციები გვაქვს რამე ამბავი და ფარჩილა მოდის ეთქვა რეპეტიციაზე და გამოაცხადა რომ მეო ვისაო. ამერიკული როკ-ენ-როლი მევასებაო და ეს აღარ მინდაო და წავიდა რა ბენდიდან ესე უკვე. ამერიკული როკ-ენ-როლი მევასებაო წავიდა და კუნფუ ჯანკი თუნდაში. რა არ მაშინ რაღაცა იცი რა ყავდა ვიეტნამ რადიო ხო. და მაშინ ვაფშე არ მესმოდა მე თქვენ რას უკრავდი. ხო რა ისეთი იყო მე მივხვდი რომ კაი რაღაცებს უკრავდნენ. ხო და მე ვარ სადღაც სარეპეტიციოში, მანეში, იმაში.
დიდუბეთი რაც არის. დიდუბეში იყო მანი. ხო და კაჩი ვზივართ და რა ვქნათ და რაღაცა ხანმე მიჭირავს ეს ბასი და თუ უკრავს გიტარაზე და რაღაცა ეგეთი რაღაც ამბავი არის და უცბად ვიღათ ტიპი გამოდის იქ და ჩემთვის ლამაზი ბიჭი როგორ იცი უკან ტიპები იჯდნენ პატარა ოთახი იყო ვისაც ფულს რო უხთი რა და რაღაც 5 ლარიანი უნდა მისცე ბოლოს რაღაცა მან კამან დაიჯდა ხოლმე სვავდნენ რა ვიღაც იმას მაკაცები რაღაცები და ეს გამოვიდა უცბად იქიდან და კარჩო მე ბასზე უკრავო სვავდი შეჩემ სვავდი მაგ დაცვის ბიჭი არა ბიჭო არ დალევდა დაცვის ბიჭები ვისიც იყო რა ეს არაფერიც იყო ჩემი მეგობრები რა და სულ იქ ბიჭაოდით რა ჩემზე უფროსები რა ჩვენზე უფროსები დალევა გამოგადგა ცხოვრებაში ბიჭო არ დასალევ და არ ვიყო არა პროსტა იყავი იქ რა არაფერი რა მეგობრების ანახავად და ეს ამათ ვიცნობდით ან უკვე რა ის და ესე გამოდის რა უცბად და მეო ბასზე უკრავო და ბასისტი გავიგეო რაღაც ბაზრობდით თუ მიკროფონი ხმით გავიგეო რა ისო მე შევილიაო და უკრავო რა გავარჩი და მე თქვი ვა რაღაც რა კაია რაღაცა მოვიდა 2-3 რეპეტიციაში გაარჩია ყველაფერი რაც საჭირო იყო შვენივრად და რავი იმის მერე 20 წელი ერთად უკრავდით მე ანუ რაც კი ბენდი მყოლია მე და გოგა ყველგან ერთად ვიყავით ხო და ეგრე გამოვიდა გოგას შემომატება და ნუ იმის მერე რავი სტრინგშიც მაგზურგშიც მე ბლეკ მოროუში მე ბაკურასთანაც ყველგან ერთად უკრავდ რა ბაკურასთანაც წაივყოლე ხო აბა რა ვქენი ჩაიტი კი ბაკურასთან ყველა მე მიმყავდა მე ხო და ძალიან კაი იყო მახსოვს ის იყო თან ძიური რო დაუკარით ფესტივალი ჩამოდივარ სცენიდან და ძალიან გახარებულები ვართ იმიტომ რომ კარგად დაუკარით მართლა ეხა იმისთვის და გოგა მოდის და რაღაცა და ვეხუტებით ერთმანეთს და მე მეგონები კარჩე მე შენ არსად აღარ გიშვებთქო რა ანუ ხო ვითომ რაღაც კონცერტზე და დახმარებულად და ამანაც მეც არსად არ მივდივარ და მე სადაც წავედით დავლეთ ბევრი მოგიყვანეთ სულად ხო იქნებოდა 7-ად შეჭ მოვიყვანე ფაქტიურად რავი 20 წელი ერთად ვიყავით და რაც კი იყო ერთად იყავით რა ეხა არა ვიყავით ვართ კიდეც ხო ეხა პოლიამორიაში ანუ ვიყავით ისე გამოდის ხო ვართ ხო და საინტერესო ამბავი იყო ეგ ხო და მე რავი სტრინგით რავი რა შეგვეძლო ყველაფერი ვქენით ბიჭო სტრინგი ერთ პერიოდი მაგარი ისეთი ხო რა ჩვენ ვიყავით რა ორნი არა Young Georgian ეს იყო 3 და კოტე და ხო რა ის რამე რო იყო ის იყო რა ერთხელ მახსოვს ერთად კონცერტი ქონდა ცხეთაში ახსოვს კი ცხეთაში კიდე რაღაც იმას ბერლინ კლუბი რო იყო მან თქონდა კიდე ბერლინ კლუბში ერთად ქონდა კონცერტი ხო რაღაცა ოღონდ თქვენ ცალკე კი ქონდათ, მაგრამ რაღაცა იყო და მე მგონი ჩვენ კოტენ და თქვენი იყო. მართლა? არ მახსოვს. ისე ბერლინ კლუბზე არის არ გულაპარაკი, ერთ-ერთი ყველაზე კაი კლუბი იყო დასაწყისში ამ კლუბინგში რა. და ისედაც ლაივებიც კეთდება. კი და თან იმ დროს ახლა ეგეთი ვენიუები ვაფშე არ ძალიან თესლობა ძალიან. მაშინ რა იყო ვაფშე? არაფერი, აჭარა იყო პარაკი. მე იუარი მახსოვს რომ იყო დარბაზები არ იყო, ვენიუები არ იყო. ჩვენ ვეტენებოდით, პროსტა ვიცნობდი ამ ბერლინ კლუბის მეპატრონეს ეგ იყო ეხლა ელბაქიძის დაღმართის კუთხეში გაგრას ვისკის სახლის გვერდზე იყო ეზოში. ეხლა რა არის? არ ვიცი რაღაცა. არაფერი. საჩვენო არაფერი არ არის. ავე ერთი გამახსენდა იმაზე სტრინგის დროინდელმაზე გამომჩა. კარგი როგორ წერდით სიმღერებს მე დადათო რომ ის ტელეფონით მირეკავდა სახლის ტელეფონზე რა და იმას პიანინო ქონდა სახში ის პიანინოზე წერდა ხოლმე მუსიკას მე გიტარაზე და მაგას მასმეინებდა ხოლმე ეს ტელეფონ მიდებული თუ რა მაშინ ნუ მაშინ ჩოლე და მე აქედან ვანახებდი რაღაცებს და ყველაზე საინტერესო არის რომ როგორ ვიმახსოვრებდით მაშინ სიმღერებს ხო სარეპეტიციომდე როგორ მიქონდა ანუ ეხა ხო ის არის რომ დიქტაფონზე თუ არ ჩავიწერე ტელეფონზე იდეა შეიძლება დაგავიწყდეს რა ყველაფერი ბიჭო მიქონდა ანუ გვახსოვდა ეს ყველაფერი და მე სიმღერა არ დაგავიწყო როგორ გიგო სიმღერა როგორ ჟღერს უნდა მთელ ბენდს დაეკრა და მოგესმინე მაშინ დემოს ვინაკეთებდა თუ რაღაცა და მაგარი ის არის მისმინე შენ აკადემიელიც ხომ ხარ კი აბა ხო და ეგ პარალელურად ხდება სანამ სტრინგობანა და რაღაცეები იქოქება შენ ცხოვრებაში ხო ზუსტად პარალელურად ხდება რა რომ ჩავაბარე არა დაჟე სტრინგობანა უფრო ადრე დაიწყო ვიდრე აკადემია იმიტომ რომ აკადემიაში 2001-ში ჩავაბარე მოდი ცოტა ხანი თუ გინდა პორტუგალიაში ჩავიდეთ პორტუგალიის მოყვეთ დავაი ეხლა ბოლოს ხარ კაი დიდი ხანი კი 2 წელიწად ნახევარი მომიწია ცხოვრება ზღვისპირა პატარა ქალაქი ვით არის რა ლისაბონთან ძალიან ახლოს და ყოველდღიური რუტინა მქონდა რომ დავდიოდი იმაზე სანაპიროზე ყოველდღე და მიყვარს რა სიარული რაღაცას ვიმაშვები თან ვარჯიშია თან დეზე ხარ თან კაია და ყოველთვის მიყვარს რაღაცეების პოვნა რა ზღვაზე რაღაცეების ხო და პოულობდი იმებს კაფელის ნატეხები გინახავს ალბათ იქაც ბათუმში შეიძლება იპოვონ ძალიან იშვიათია და შუშები შუშები
მაგრამ იქ აღმოჩნდა რომ პორტუგალია ხო ის არის ვაფშე კაფელის ქვეყანაა რაღაცა ფასადი კაფელია და ულამაზესია. და როგორც ჩანს ამ კონკრეტულ პლაჟზე რაღაცა ხდებოდა რომ ან დაგამსაყრელებით რაღაცა რაც მე მგონი შენობების ნანგრეულ კედლებს თუ რაღაცებს ყრიდნენ იქ და ალბათ დიდი ხა მე რომ ვიკითხე ვიღაცა მითხრა რომ ხო ეგ პონტიაო და პოულობდი ამ ლამაზ რაღაცეებს რა ძალიან მომწონდა და სულ თან უკვე რაღაცნაირად დაკრისტალებული დარბილებული არის ეგ არის დაგლუვებული არის უკვე მარილისგან და ხალხებისგან თრევისგან აქეთ იქით და მე რომ წავიკითხე რამდენი ხანი ჭირდება რომ დაახლოებით მაგ მდგომარეობაში მივიდეს 1-50 წელი მაინც უნდა ატირდეს რა ხო და თან ის არის ისტორია არის რა ცოცხალი რაღაცა პონტი არის ულამაზესია და რაც უფრო ძველია ნუ მე რაღაც 100 წლის შეიძლება 200 წლის იყოს რაღაცა და ამდენი ხნის ის და ზოგი არის რომ აი ესეთი აი ფერებია მაგ ხო ძალიან ძველი პატერნი რო აქვს შემორჩენილი რაღაცა აი სასწაულია ზოგი პროსტა ფერებია ზოგი ისეთი ძველია რომ ვაფშე არაფერი აღარ აქვს რა მაგრამ მაინც კაი ფორმებია რა მაგისგან სულ ცდილობდი რომ რაღაცა რა უყო თუ რაღაც და მე მოვიფიქრე რომ რა ხის პანოებზე დავიწყე კომპოზიციების კეთება ისეთი რა გრადაციის პონჩი რა იდეაში იმაზე სამპიროზე რომ მიდიხარ და როგორც ხედავ რომ აი ეს ქვიშა არის ყვითელი და მე თეთრში გადის და ზღვაში გადის თან დაახლოებით მაგ ფერებს ხო რა ეს თეთრი მოყვითალო რაღაცა პასტელო და გრადაციების პონჩი მაგების კეთება დავიწყე რა და მეორე მაგის საიდ პროექტი იყო შუშები. და შუშების ბევრნაირი სხვანაირი ტონი იშოვება. იქ რაც თქვა აქ არ არის, რა სხვანაირი ბოთლები აქვს, თქვა ვიცი როგორც არის და მაგისგანაც ეს რაღაც გრადაციებით ვაკეთებდი და ეს რო უყურებ, პეიზაჟები გამოდის, ჩვეულებრივ ფერწერაა რა. და მაგით ვიყავი ზერთად დაკავებული. და ნუ სიმღერებს წერდი რა, სახში რო ვიჯექი რაღაც. მაგას სუბშვები და. ბიჭო, ეცი რა მაინტერესებს? მთელი ცხოვრება გიცნობ და ზუსტად ვიცი რა ესთეტიკაში ხარ და რას უსმენ და რა ესთეტიკას ასხივ. ახლა საით მიმყავს. აბა. არასდროს ეგ კითხვა შენთვის არ დამისვავს და იქნებ ეხა ჩავშალოთ რა არის შენთვის აი რამეს თუ უსმენ ან მოგწონს ესეთი რაღაცა რაც გცხვენია და ვაფშე რო არ ზის შენ ესეთი ხო guilty pleasure ოღონდ აი შენ შემთხვევაში მინდა რომ რაღაცნაირად უფრო ღრმად ჩავიდე. ხები? ანუ აი ხო შანსი არ არის რაღაცა ისეთი არ არსებობდეს. რომ აი ის დეცი არის, კარგი და დაჟე არის, აი მეგობრებთანაც არ გითხოვს. ბიჭო ჩემთვის ეგეთი უხერხული არ იქნებოდა არაფერი, მაგრამ ადრე რაღაცები მიტყდებოდა შეჩემა თუ unlimited-ებს და რაღაცებს რო უსმენდი, ხო ძალიან თუ unlimited-ს რო უსმენდი, მაშინ სხვა არ იცოდი. ხო და ნუ აი მერე და მერეც აი მე ეხა ან მერე უფრო რა იყო ეგეთი. ეხლა? მართლა უნდა ეხა უტიფარი ვარ შეჩემა, ეხა და საშინელებელს უსმენ შენ მამეთ. ხო და რა ვინა. ბიჭო არ ვიცი. აუ ეხა აღმოვაჩინე გითხრათ ჩარლი მენსონი ყავთ მოსმენელი? ჩარლი მენსონი ვინ არის? ჩარლი მენსონი ვინ არის შეჩი? ის მენსონი? ის მენსონი. რა მღეროდა რამე? მოусმინე. კარგი რო ყოფილიყო მოსმენელი მექნებოდა. ეხა რაღაცა მაგას ხო ქონა ამბიცია რომ მუსიკოსი უნდა და ყოფილიყო და რეალურად მაგაზე დაიბოღმა რომ ვიღაც პროდიუსერმა თანხმობა მიცა და მე ყლეს დაიკიდა არ მახსოვს ხა ეს დაწვრილებით, მაგრამ ეგ იყო დაახლოებით ეგ გამბავი არის. და მე ამან მაგაზე დაბოღმილმა უკვე აი რაღაცეები გაბოროტებულმა რაღაცები ქნა რა, ეგეც დაბრიდა მე მგონი ეგ პროდიუსერი. რაღაც ესე მახსოვს. და საბოლოო ჯამში ხა ნახე რა ხდება რა. მოусმინე უბრალოდ. ეხა ის პონტი კი არა რომ რაღაც დიდი მუსიკოსია, მაგრამ ისეთი თესლი რაღაცნაირი ვაიბი აქვს თავის, აი ძალიან უცნაური რომ ტყვილა არ მოხდებოდა ეგ ამბავი რომ ამას ამბიცია გაუჩნდა და ვიღაცამ თანხმობა მიცა. პროსტა შეიძლება ესე მუსიკალურად სრულყოფილი რაღაც არ იყოს, მაგრამ რაღაცა აქვს ტიპს. რაც ძალიან უცნაურია ამ ყველაზე მონსტრ ტიპს, უცბად აი ის მხარეა, რომელიცაც არ ელოდები ჩარლ მენსონისგან ტოქში რა. და თან რაღაც, რავი, ერთი ტრეკი არ არის, ბევრი ტრეკია, რომელსაც ძალიან საყვარელი კეჩი აქვს რა. მოусმინეთ. მე ხა მოვაჩინე სულ რაღაც. თექსტის რაღაცა ვეშები მომწონდა. ეგ ძალიან არის? მაგრამ ეგ არ ტეხავს მე. ეხა არ ტეხავს. არა, ეგ იცი რა შემთხვევაში ის არის, უკვე რო გემოვნება ჩამოყალიბებული გაქვს, უკვე რო რაღაც კარგი მუსიკაზე ხარ და მაინც ყლეობა რო გევასწავლე. ბავშვობაში კარჩე მაგას არ ვიტყოდი რა. და არა იქიდან როცა ისედაც დაყლეებულები ვიყავით ჩიჩმა. ყველა ბავშვი ხო გოიმია, ყლეობებს უსმენეს ბავშვები. კიდე ისეთ პიზდეცებს უსმენდი. აი იცი ვინ მეოსებოდა კიდე? აი ეგ მე მგონი ყველაზე ისეთია. Indika Mouse ეგეთი ტიპი იყო. He comes the hot stepper თუ რაღაცა. აი ეგ მეოსებოდა მაგრად.
Comes the hot stepper, burila. ცოტა ის იყო რა ბუმბასტიკი. მაგარი ვეშია რა. რა guilty pleasure ბიჭო ეგ. ხო, მაგაზე მეტი ესეთი მაგ დროს არც იყო არაფერი შეჩემას. ხო. და და შაგის ბუმბასტიკა ალბათ რა. ეხა ვინგევას ეხა არ ვიცი. ოი მე ბიჭო, ეხა უსმენ ძალიან ბევრნაირ მუსიკას, არ ვიცი. ძალიან ბევრს. რავი, Spotify-ზე რა ჩავჯექი, აი ერთი 7000 დალაიქებული სიმღერა მაქვს, ოღონდ ბენდების სახელებიც არ მახსოვს რა არის, რა. ოღონდ ყველაფერი მომწონს, არ ვიცი და. ძალიან ბევრი არის ისეთი, რომ ვერც არ მოიდგენ, რომ შეიძლება მომწონდეს. შენ კი ჯიზესში ხო უკრავდი ძმა. შენ რო გეჩხუბე მე კი. ჩვენ ვიჩხუბეთ, ჩვენ ვიჩხუბეთ დავცოფე და წავიდა ჯგუფიდან, ლოლიტებიდან. მე ლოლიტებზეც მოვყვეთ კაც. და წავიდა კი ჯიზესში. ხო, მაგრამ ეგ რა მოხდა, იცი რომ შენ რო გაგიყვანეს. რაღაცა უცბად ლევანა მოვიდა და ის ვაკო. ჩემზე ნაწყენმა ხალხმა ჯგუფი გააკეთა. არა, მართლა დაიმთხვა რაღაცნაირად რომ ლევანას დაპატიჟეს რაღაც ფესტივალზე გერმანიაში რა. და ბენდი არ ყავდა არავინ და რა ოქნა და წუწუნებდა რამე და მე და გოგა ვიყავით გაგრას მოცლილები და მე ვთქვი მე და გოგა დავუკრავთ თუ რაღაცა და წავიყვანეთ ან და რაღაცა ეგრე და მე უკვე გარჩეული რო ქონდა პროგრამა რამდენიმე კონცერტი დავუკარით ეგრე რა. ხო, მე მაშინ ნასვამი ვიყავი და ლოლიტებში როგორ მოხვდი კი არ მახსოვს. ბიჭო, მე მახსოვს კარგად. მოკლედ, იქ მაშინ ვერაზე რო ცხოვრობდი, ჩემთან მოხვედი და ისაო, რა ქვია, აი ესე უცბად რადარა წავიდა ბენდიდან და ლოლიტებში დაუკრავო? მითხარი და მე ვთქვი, ბიჭო, ბასზე ესე არ დამიკრავს, მე ვთქვი ცხოვრებაში, ნუ ესე წერდი რაღაც. ამერიკაში წავიდა და ეს ის პერიოდი, აი ჩვენ რო ჩვენ რო გიჟები, ხო. თან Black Mirror-ის სახელი გაკეთა 2015 წელი იყო რა. ორა მახსოვს ეგ მითხარი და მაგრამ გამისწორდა თან და თან გამიკვირდა, იმიტომ რომ ეხა ეს იმაში დემოებში და იმაში ბასზე კი უკრავ, მაგრამ ეს სცენაზე ეგ გამოსილება არ მქონია რა ბასისტი. მე არ მახსოვს თქვენი ამასთან არ მეგობრობდი მაგ დროს და თან ეგ არის რიფერის პერიოდი. ხო, და ხო. ოქროს ხანაა, კაროჩე. ხო, და ეგ არ მახსოვს თქვენ რო ერთად უკრავდით, იცი? როგორ არ გახსოვს, რავი, რა წელი 10 წელი. აი მე ბოლო კონცერტი რომ მახსოვს, თქვენ რო დაუკარით, მეც ამოვიდი სცენაზე. რიფერი არისო, რიფერამდე იყო და მაგ კაფეში პრეტელებენი მაიკი 12 და რა ჯერ. ეგ ძალიან ძველი ბაზარი. 12 წელია და არა. უფრო ადრეა. 12-ში 12 Z4 Zulu არსებობდა ჯერ, მაშინ ლოლიტები არის. მანდაც ხო დაუკარი. Z4 Zulu-ში? ერთი კონცერტი ხო დაუკარი. რაღაცა იყო რა პოროსას არ ეცალა და და შენ ლევანა ხო რამდენიმე ხო ის ვიყავთ კოტეც იყო კოტემაც დაუკრა ხო ეთნოგრაფიულზე იმაზე რა ერქვა არდგენის ფესტივალზე და რადგან არდგენი იყო დავარქვით მზე ფოლკ ზული კი აი და ლოლიტებში რავი მე 2015-დან 23-მდე თითქმის აქტიურად უკრავდით ხო თითქმის 10 წელი. პირველი კონცერტი მქონდა, მე მგონი დიდ გალერეაში. დიდი, ეგრევე, თან ისეთ კონცერტზე მოხდი ამ ბასით ხელში, რომ ავიღე სიმაჟორი ეგრევე. არ ვუჩვენთ მე დიდი რა, ძალიან ეგ მაგხელა ვენიუში მე მგონი იშვიათად უკრავთ ხოლმე და. და ძალიან უცნაური მაგ დროს შემოვიდა ზარი. მავა ბაბიჯო. მოიცა, თქვენ რო იყავით წასულები კიდე იქ. აი მაგას ხო. ერთად იყავით რა. ხო, ერთად ვიყავით რა და ბიჭო, ეგეც მოუყვეთ ერთად გადმოსახედიდან ვაფშე სხვა ბაზარია ეგ რა, ერთად რო ну ტელევიზიიდან დამირეკეს რომ ევროვიზიაო და ну აი როგორი წარმოუდგენელი პონტი იყო იცი ანუ აი просто ტიპმა მთხოვა რომ ძალიან გთხოვა მოდიო შეხვედრაზე თორე იქვე უარი უთხარი რა და ბიჭო მივედი და ტიპები ანუ სასტავი იყო რომ აი რაც გინდა ის გააკეთე რა თქმა უნდა მე ეგრე არისო მაგრამ ნუ თითქმის ეგრე იყო ვიკის ლინკი წაიღე თუ არა ფარმაგოლდი მაგასაც მაგარი ისტორია აქვს სიმღერა ქონდა ფარმაგოლდ ვაფშე მაგ სიმღერამდე სადაც მივალთ ეგ ძალიან უცნაურია რატო ქენით ეგ აუ არა ეგ დიდი საკითხი რა წაიღე გეტყვი ხავე რა გარში ანუ უცებ მე რომ სიმღერა უნდა დაწერო ბიჭო ძალიან რთულია რა აი ესე არა შენი არსებული ახალი სიმღერა გეუბნებიან რომ არსებული სიმღერა არ შეიძლება რაც მგონია რომ მოგონილი წესი იყო ალბათ მოგონილი წესი თან მაგდროს გეისუმერი ახალი დაწერილი მქონდა მეთქი გეისუმერი და იასნია დამიბლოკეს ის არის მომგებიანი ტრეკი ზოგადად ვიცი მაშინ ეგეთი ცუდი ტრეკი არ მქონია დაწერილი მაგამდე მაგ ბევრად უკეთეს ტრეკები იყო ყველა რა ხო ისინი და
რამე ახალი ტრეკი დაწერა, ბიჭო, მეთქი ეგრე სად არის? მე მოიგონეს ახალი ისა. მოუყვე ეგ ისტორია, მოსა შეიძლება, თუ იმდენი დრო გავიდა, რომ რატო არ შეიძლება. მოუყვები რა. არაფერი არ მოხდება. Короче, თუ არა და მოდიო გამოვაცხადოთო კონკურსიო. რო სიმღერა დაიწეროსო. და შემოვიდა 1000-ობით სიმღერა საზღვარგარეთიდან ძირითადად და საშინელება იყო სულ, სულ საშინელება რა. ბიზორნოს დავაწერე. ბიჭო და короче და короче ხუთი სიმღერა მქონდა რა, ასე თუ ისე ნორმალური და მეთქი აი მოდი არის ხუთი სიმღერა მაგ თქო და აქედან ავარჩიეთ და ვითომ ეს შემოსული სიმღერები იყო ეს ხუთი სიმღერა და ერთი სიმღერა სანდრო სულაქველიძის ავტორი იყო ვითომ ერთი კოტი კალენდარზე და აი ეს ფარმაგოლდი იყო კოტი რომელიღაცის ავტორი შენც იყავი ხო ვითომ მე და ვაჟა მარი ვიყავით ერთი სიმღერის ერთად თუ რაღაც ამ დროს შენია ყველა ჩემი სიმღერა და იმას ქვია ხალხმა ირჩია კიდე კაი ის არ იყო ფული არ იყო გადასახდელი უფასო ზარები იყო რა მაგრამ ყველაზე მაგარი იყო თვითონ ეგ სიმღერა ფარმაგოლდი რაც მე გავა Midnight Gold-ეთ ერთხელ მე და ეს სვავდით ამასთან სახში დაჟე მახსოვს სადვიჯექით და ამან გააძრო რაღაც დემო მაქვს ახალი სიმღერის თუ რაღაც მომასვენე და მე ვთქვი ბიჭო გადაო ძალიან მაგარი სიმღერაა მართლა მომეწონა ეხაც მომწონს ეს არ ვიცი ეს არაზუს დიდად არ მოწონდა თვითონ მაგრამ ისეთია რა გრუვი კაი სიმღერაა და მე ვთქვი ეგ არისო და მე ვთქვი მაგით იქნებ რაღაცა და მე რა გააძრო და ყველას გაუსწორდა მართალია ეს იყო ფარმაგოლდ ანუ ფარმაცეპტული ოქრო იასნია რომ ხა ევროვიზიაზე ფარმაცევტიკაზე სიმღერა არ შეიძლება და გადავაკეთეთ Midnight Gold-ად ანუ შუაღამის ოქრო და კიდე იყო მან მისამღერი თუ რაღაც ბრიჯი იყო Stains of Blood ეგ მე მოვიფიქრე და შენ მოიპირე Stains of Mud რო ჭოჭყეს ის ხო ტექსტები შევალამაზეთ და მე წავედი სხვა შუს ბერლინში მაქსიმუმს ჩასაწერი კი მე კარგად ჩხუბობდით მანდაც ო აგრა ჩხუბეთ მაგრამ ძალიან კაი იყო ერთი ამბავში ისეთ დრო იყო რაღაცა ასწორებდა თან გახსოვს პირველი იყო რომ იმას ლაპარაკობთ რომ მან წავიდეთ და ეს პირველი მე მეკითხება რომ ეხლა ბიჭო მართლა შემოთავაზეთ ხა სიტყვონტი ხო არ რა ვქნათ თუ რაღაცა პირველი მე ვთქვი რომ ჩაცმით ხო არ ჩაგვაცმევენ მე ვთქვი ან მუსიკა ვაფშე არ მე თუ რამეს ჩამაცმევენ სხვას მე ვთქვი რა და მე გახსოვს დიზაინერიც ყავდა ვიღაცა მე ჩაგვაცეს მაგრამ ისე ჩავეს ჩვენ რაც კოსტიუმები გეცვათ აღარ მახსოვს ნუ ბრა პიჯაკი და რაღაც შლაპა მეხურა ბიჭო და ის რო შეგეტენა გეისვიმერი ვინას გაიგებდა რომ იყო არ მაინც ის გამოცემული იყოზე არ არის გეისვიმერს პირველი არხი რაც გამატანინებდა შემახო უბერო ციხეში თუ დაუკარი შეკარგ მოტყვა ის ჩემინება იყო და გეისვიმერი რომ წყოფილიყო იქ ეხლა ვიცი მესმის პირიქით შეიძლება რა თან მაგრა წაიღო მაგ სიმღერამ რა ჯერ ისე ხო ძალიან კარგად გავერთეთ ამბავი იყო და ძალიან სტოკჰოლმში რაღაცა და მართლა თან პონტი ჩქენით რა და ვაფშე გაუგებრობა იყო ანუ ჩვენ რა შუაში ვიყავით ვერც ვერ ვილობდით რომ რამე მოხდებოდა ვერც ვერ შევებოდით პროსტა დავდი ძიმა ყველაზე მაგარია კაცი როგორი სასტავია იცი აი ბიჭები და გოგოები აკუნიდან რო ზრდიან იმისთვის რომ ევროვიზიაზე გამოვიდნენ. აი ჩვენ წინ რო იყო გოგო. ო რა, ანუ აი მართლა გეუბნები. ცოტა ახლოს რო ყავს სანთლის თუ რა. ბავშვობიდან გამოზრდილები არიან ევროვიზიისთვის რა და ჩვენ აი ვაფშე რო კიდია რა და ფინალში რო გადავედით. ეს სცენაზე გაგვიყვანეს ყველა რა და ძიმა ჩვენ დრამერი мы что прошли блядь და ისე გოგო ტირის ისე კულისებში ტირია წარმოიგინე ის რომ აი მაგის ცხოვრების აზრი რო იყო ევროვიზიაში ვერ წდება რომ გადავიდა ვერ გადავიდა ისინი არ ჩაგაცვეს სილამაზის კონკურსებში რო აცვიათ ქვეყნები რო აცვიათ ძიმას ეკეთა ძალიან მაგარი ოღონდ როგორი ის კომპანიებში ასე შემოდიოდნენ 7 წუთში გავდივართ სცენაზე, მე მოდიოდნენ 5 წუთში გავდივართ, მე 3 წუთში შემოდიოდნენ 2 წუთში გავდივართ და მე გავდიხარ. ორგანიზება გიჟი ხო იმინა არანორმალური. ო სცენაზე რო გადიხარ, ის პონტი კი არა რომ ადექი და პროსტ სცენაზე გახვედი. სცენამდე და ერთი 10 წუთი, 15 წუთი. ბიჭო ხო? ესე გაივლი ერთ ოცნაბის გაჩერებენ. ვიღაცა გგრუზავს. მე გაივლი კიდე ოცნაბის. ოღონდ ყველაფერი იმ დროს ხდება, რა ზუსტად. და ყველა ინსტანცია და ერთი 10 ინსტანცია სანამ სცენამდე მიხვალ და ყველგან იგრუზები, კაროჩე რა. ბიჭო, იმით ვაფშე
სცენამდე მისვლა შესასვლელიდან შევდიოდით, მანქანებით მივყავდით რა. იმხელა დარბაზი იყო ის Globen Arena არის. აი არ ვიცი რაღაც. რამდენი კაცი ეტევა? 30000 თუ რაღაც ეგრე. სატარდება? რაღაც Globen Arena. აუ მაგას მაგარი ისტორია მაქვს მაგ არენაზე თვითონ. აბა. ქვეყანა არ მახსოვს სატარდება. სტოკჰოლმში. არჩი ბავშვობაში 97 წელს ჩემი ნათესავი ცხოვრობდა მან რა სტოკჰოლმში. და ნუ აი ეს პერიოდია რომ გაჭედილი გვაქვს ოაზისი და რამე და ჩავმიტანა რაღაც აფიშა, ეს სტიკერი აფიშა იყო იმაში ეკრო მეტროებში თუ რაღაცა 97 წელს Behind რო გამოვიდა ალბომი, მაგის პრომო იყო რა და მათ სივარზე მქონდა მთელი ცხოვრება 97 წლიდან გაკრული 2016-მდე რამდენი წელი თუ რაღაც სულ უყურებდი მაგას რა და შვედეთში იყო ეგ რაღაცა კონცერტი. აზრი არ ვეხარას ვკითხულობ თუ რაღაც და რამდენიმე წლის მე დავუკვირდი და კარჩი სულ ესე წერა რაღაცა Globen Arena თუ რაღაცა თურმე ეგ დარბაზი იყო ჩვენ სადაც დაუკარით მერე და თურმე თელი ცხოვრება Destiny და გახსოვს რომ ანუ ხალხი უყურებს ევროვიზიას აი ესე ერთი გავიდა თო მორჩა ჩვენ რამოდენიმე დღე არ მახსოვს 3 დღე იყო თუ რამდენი დღე იყო დილით 12-ზე იყო კონცერტი ოღონდ ხალხიანად და მე 9-ზე და ესე რამოდენიმე დღე იყო რამ ხო არ მეშლება არა ეგრე იყო და რამოდენიმე ჯერ ესე დღეერდა ორი კონცერტი დღეში რამოდენიმე დღე გამოდიხარ ამას ყოველთვის იწერენ რომ რამე რო მოხდეს რო ჩაანაცვლო მუსიკ რა და ბიჭო ხო მუსიკა ფონოგრამაა და მარტო ვოკალია ბიჭო აი ეს რო გეუბნებოდი სცენამდე მისვლა ისე გძაბავენ კაროჩე რა სამღერე რომ მქონდა მაგ ბეტყვილავი დაკი ვაფშე მაგრამ მაინც ჩადებული ვიყავ რო ჩამოდიოდნენ აუ ბიჭო რაღაც დღეს კარგად გამოვედით ხო რა კარგად გამოვედით არაფერი არ გიქნია ეგ არ ვიცი მაგრამ ბიჭო არა ჟუტკი არის წამითხან როგორ არის ესე რომ შედიხარ შენი სახელი წერია იქ რომ რაღაც შუქი და რამე და სწორედ დადგე და რაღაც და მე რო შეივსო ეს დარბაზი და მართლა 30-ად იყურებს სულ არ უკრავ პროსტა რომ გეხარ არა პიზდეცი და იქ მოულა პატრონობა მე თქვა მანამდე სასტუმრო რაღაცეები მაგარი სასტუმრო აი იყო სასტუმრო დილით რო ჩამოდით სუ ტიპები გველოდებოდნენ რომ ხელი მოგვეწერა და ხო ერთი 10 დღე იმინასტარები ვიყავ და ეს რად ხარი მოხდა იმაში შეჩენ პრინცესების და თან მაგარ უბანში ცხოვრობთ რაღაც ჰიპსტერული უბანში ვინილები და გიტარშოპები და აი რაღაცა ძალიან кай პონტი თვითონ ფოიეც მაგარი იყო მე და ლევანას კამერო გქონდა სულ კვიჯექში შესასვლელში ძალიან кай ტრონზე დავჯდეთ და ამდენი ინტერვიუ მე ალბათ აი მთელი ცხოვრება რო შეკრიბო ერთად არ მიმიცია რაც აი პრეს კონფერენციები და აი ეს ვიჯექით და აი ეს ჟურნალისტები იცვლებოდნენ და ჩვენ ვიჯექით კაროჩე რა მე ხო იყავი კიდე ეგეთი აღარ იყო იქ პანდემია იყო უკვე და ის ბანძი იყო რა მეორე ხო ხალხი არ იყო ნუ ხალხი იყო მაგრამ ნუ ეგეთი ვერ იყო კაროჩე როგორც ის რა ხო და მე როგორც გავიგე ევროვიზიის პროდიუსერებისგან ეგ განსაკუთრებული ყოფილა რა ეგეთი არ არის ხო რა როგორც ისეთი იყო თან ის ინგლისის ხო კასაბიანის რაღაცა რა მითხარი არ მახსოვს როგორ მორჩაო თუ რაღაც აი ინგლისმა რომ მოგცა 12 ქულა და ეს ჩამეხუტა რომ სო გრან-პრი აი თავიდან ხო ის ქონდა რომ ვაფშე რეაქცია არაფერზე არ ქონდა მაგრამ მე რაღაცნაირად ეხლა 10 დღე მაგონში რო ხარ ჩავერთეთ რა საქმეში და ჩვენთვის ახლა ხო ის რაღაც ყოველთვის ინგლისი რამე და იმათმა ვახ ჯორჯია და მაგრა გაგვისწო მე ენემიმ დაწერა დაჟე ჩვენზე დაგვაჭვეს ჯეჭე მაგრამ აი არაფერი მაგრამ ნუ მაინც ხო დაწერეს ენემის კითხულობდით 12 წლიდან მაინც საქმეა იცით რომ ეც მაქვს ეგ გამოსtildeება იმის რომ ტრანსლაცია მიმყავდა რომელიღაც ძალიან ადრე რომელიღაც ქულებს აცხადებდი თუ პროსტა ტრანსლაცია მიყავდა ყველაფერი ტრანსლაციაში ეგეც არის ანუ იქ რაღაც გებაზრებიან და შენ ხარ აქიდან ჩართვაზე იქაც იმან მე პახოდო აქაურ მაყურებელს უხსნი რა ხდება მე და ნელია გირბა ჰოლანდიაში ვარ ჰაგაში და რაღაცა არ მახსოვს რა მოხდა mutual friends იყო ეგეთი ბენდი და რაღაც ერთი სიმღერა ქონდა ძალიან მომეწონა რა იმიტომ რომ აი ბალარი გააზრეს საკაი მახსოვს mutual friends გიორგი ერგემლიძე იყო და ზურა ჯავახი რა ხო და მე მაშინ თბილისში არ ვიყავი და უცბად რაღაცა ეგეთი რო გაიჩითა მეთქვი რა მაგარია და თან მაგას აწვებოდნენ რა ცოტა ბრიტპოპ ხო მოგამე ქონდა ალბომს ეკვა so many people ხო ასე ხო all the people ხო და რაღაცა კაი იყო და მე მოკლედ ზურას მიწერა მეთქვი როგორ გაასწორა რა კაი სიმღერაა თუ რაღაცა და მივეცი ესე კომპლიმენტი და ნუ იმან რა თქმა უნდა იქიდან რომ მე სტრინგს უსმენდი მთელი ცხოვრება რაღაცა
და მე თქვი რამე ხო არ ვქნათ თუ იმამით არ მახსოვს რომელიც ჯავახია ძალიან პატარაა ჩვენზე? არ ვიცი. რამდენი საზურ არ მახსოვს. მაგრამ ხო ცოტა არის. 40-ის არ მგონია. მართლა? ხო და მოკლედ რაღაცა პირველი გამიგზავნა ეგ სიმღერა რომელიც მომეწონა შენი wrestling-ი გააკეთეო და რაღაცა ვერსია გავაკეთე, კაი იყო თუ რაღაცა. მე მაგ დროს მქონდა დაწერილი 29 days იყო ეგეთი სიმღერა, დემო მქონდა რაღაცა და გავგზავნე. და იმან გააძრო ისეთი საკაიფო რაღაც სხვანაირი ვაფშე სიტფოთი გაკეთებული რომ მე თქვი რა მაგარია და მე თან ვითომ ერთმანეთის კავერებს ვაკეთებდით თუ რაღაცას თამაშობდით და მე თქვი მოდი იცი რა ვქნათ რომ ნაწილს მე ვიმღერებ, ნაწილს შენ იმღერებ და რაღაცა ეგრე ვქნათ და პირველი სიმღერა მე მგონი ეგ იყო რა და მაგრა გაასწორა და მე ბოლოს იმაზე წავიდა ბაზარი ხო არ დავდოთ რამე ამბობ. და დაჟე სკრინშოტი მქონდა სადღაც მე თქვი თუ დავდებთ რა სახელით დავდოთ და ნუ რაღაცეები ვსკენეთ და ბოლოს ყველაზე მადლობთ მეთქი ზურა გიორგი და თან ზურგი ბენს რატო უნდა დაარქვა ხო ვანკლენის ზურგი მახსენდება ეგრევე მე ეგრევე მახსენდება და იმ მომენტში ეგ წარმოვიდგინე და მეთქი ხო და მეთქი იყოს დავაი და ხო და ზურგით დავდეთ ეგ სიმღერა მე უკვე რაღაც ის რო იყო თან პირადად არ შეხვედრი ვართ არასოდეს რა ანუ ესე შორიდან ვეტრფოთი და მე რაღაცა კიდე რაღაც სიმღერა გააძო მე როგორ იდეები რაც ქონდა პატარ-პატარ რაღაცები ეგრე ვცვლიდით ის იქიდან იწყებდა ან მე ვამთავრებდი რაღაცა ნუ ხარისხზე ლაპარაკი არ არის რას ვაკეთებდით თან მაშინ ისეთი დრო იყო 2010 წელი იყო თუ რაღაც და მაგ ჩაწერის დონე ძალიან იმის Skype-ის კი არა რა ქვია ესეთი მიკროფონები რა ხო მაგრამ მაინც ჟღერდა რაღაცნაირად და ხალხს შეუყვარდა რაც თავარია რა მახსოვს მე რო ჩამოვედი თბილისში ანუ ის იყო რა რაღაც გველოდებოდნენ თუ რა ბადა ვაფშე ჩემო ზურგი ბენდი ეხა სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ დავდეთ 3 ალბომი Spotify-ზე არიდო არაფერი მეთქი გამოუცემელი რა გამოუცემელი ხო ანუ ვაფშე ერთი ალბომი არის რომელსაც დღის-შუქი საერთოდ არ უნახავს და ის სიმღერები რაც ესე უყრიდით კი ყოფილა რა ვიცი ხვევი დავდოთ 20 სიმღერა იყო რომელიც გამოგვიშვია თუ წარმოიდგინე ონლაინ გაკეთებული 20 სიმღერა იყო აღწერაში იქნება მე ერთად ისკენი ხო და love story მოგიყვა ხა რომ იქ ვარ ჰოლანდიაში რამე და უცბად ეს მეუნე ვარო კაროჩე რაღაცა საქმე მაქვს საფრანგეთშიო და შეიძლება დაგადგეო და ანუ დამადგა იქ და იგავიცანი და ჩამოვიდა სახში კარი გავაღე და შემოვიდა ტიპი რომელთანაც ერთად რაღაც თვეები თუ წელი წერდით მუსიკას დრამა და მაგრა გაასწორა თან ეგრევე ხო იცი აღარაფერი ლაპარაკი აღარ უნდა ჩავჯექით დავლეთ გავხურდით კიდე რაღაც იდეები ჩამოყარით იქ დაჟე დაუკარით რაღაც ვიდეოებიც გადავიღეთ და ნუ მაგანაც მაგრა ისქნა რა მე გახურდა ფილიში პონტი რო ის ამადგა და ნამდვილი love story და რაღაცა და კაი იყო და მე ჩამოვედი უკვე ჩემი სწავლობდი მაშინ რაღაცას და რო ჩამოვედი აი გაკრას სტრინგის რაღაცა მოხდა არ ვიცი ვეღარ გავაგზელეთ და დავუსტვინე ეგრევე გოგა რაღაცა ვისაც ძლია რამე და წავედით გავაზურგეთ გავაცოცხლეთ და მაგარი კაი პროცესი იყო სხვათა შორის ამ ყველაფერს ხა წარმოიდგინე ერთმანეთს ნორმალურად არ გვინახავს და შევედით საერთოდ დაუკარით ისქენით და წაიღო მაგრად პირველი კონცერტი სა ქონდა მაგთი კლუბში ხო და ესე იგი მე პირველ კონცერტზე ვიყავ მე ახალი ჩამოსული ვიყავი და მახსოვს რომ აი მალევე მოვედი კონცერტზე მაგთი კლუბში ძალიან მაგარი კონცერტი იყო სავსე იყო ხანუ ბენიუ რა არის მაგრამ ეხლა ვაფშე ვერ ვიხსენე გადატენილი გადაჭედილი და ეგეთი თან fan base-ი სადაც დამიკრავს არ ყოფილა რა აი რაღაც ტიპები იყვნენ რომ ხელით დახატული მაიკებით მოდიოდნენ და დღემდე იმ ადამიანებს ხვდები და აი კიდე ისეთები არის აი მაგის ინერციით მოყვებიან ეხლა რასაც წერ მუსიკას კიდე თუ რაღაც სასიამოვნო იყო და მაგთი კლუბი იქ არის ნოანოას ადგილზე იყო არა აქით უფრო აი ლაღიზის მოპირდაპირე მაგთის ოფისი რო არის მაგთის ოფისი არის ქვეშ ზუსტად პადვალი ჩასასვლელი ამახსენეს მოდა ძალიან საინტერესო პერიოდი იყო ცოტა დებილობას სივრცე იყო საკმაოდ სულ ბოძები ხო მორესტორნო ხო მაგრამ რაღაცნაირად კონცერტები იყო რაღაც ერთი პერიოდი ძალიან სხვა არაფერი არის მე დივანი გაჩნდა დივანი ძალიან კაი იყო დივანი ძალიან მაგარი იყო და მან ბევრი კონცერტები ქონდა ხოლმე ხო დივანმა რაღაც პონჩი ახალი სუნთქვა გახსნა მაშინ რა ანუ ეს ბენდები რომლებიც ვერ უკრავდნენ ვერსად ყველა მაგ დაიწყო და მე მაგას კაი ამბავი ებმევა ხო ბიჭო დივანი ხო ყველას უკრავდით და დივანი იყო ერთ-ერთი თავარი სპოტი სადაც უკრავდით და ერთხელ ვართ წყნეთში ჩემთან აწვადი მსვავთ რაღაც და მოვიდა დათო თოიძე
რაღაცა მომიტანა თუ გავატანე თუ არა აქვს მნიშვნელობა. ესე თქვა რომ და იქ მუშაობდა დივანში და მოვიდა რომ ბიჭო დივანი დაიკეტაო. და ჩვენ ერთმანეთს გადავხედ, მე ეს პადუალი მქონდა რუსთაველსა და მე შენ ვაჟიკო სულიკა, ხო. და რამე ხო არ გავაკეთოთ კლუბი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, გავაკეთეთ თან კაიფრალები ვიყავით, ხო, აი ესე ხო იცი? ხო, პიანი ბაზარი როა რა და რიფერი აუდიტი. ღორების ფერმა გავაკეთოთ ხო, ოღონდ ეს ღორების ფერმა. არა, მე და შენ მეორე დღეს თუ მესამე დღეს ელიავაზე ვიყავით უკვე. ხო. იმენა ჩვენი ხელით და კაფელი ბაზრობდით ხოლმე არაფხიზელზე რომ ბიჭო რაღაცა გავაკეთე და ღორები მოვაშენოთ. და არა, მართლა ისე შევასრულეთ რა გეგმა რომ კაი ერთადერთი კაფელი დააგო ძმამ, დანარჩენი ჩვენი გავაკეთეთ. ხო, იმ კაცმა. პეტელსი მოხელეს. ეგ რა კაი იყო. ეგ კაფელის მაგარი იდეა იყო. ეგ კაფელი იყო რა. ანუ ეს სცენის უკანა მხარე გავაკეთეთ კაფელი, ვიღაცები კი იზახდნენ აბანო რა მე რატო გავაკეთეთ. მაგრამ ასწორებდა რომ ამ კაფელზე პიქსელების ფონტში მე ვაკრავდით იმ არაკლს თუ რაღაცა და სულ სხვადასხვანაირი ნახატები და რაღაც ის ქონდა. კაი. კაფელი საიდან მოვიტანეთ? მე და ეს წავედი თელავში. ვიყიდეთ საბჭოთა კაფელი. გენაც 15-15-ზე. 15. ის უკან რაც იყო ის დიდები. და ვიარეთ იქ თემი. ხალხი შეეწირა იქ რემონტს. კი კაცო. ბიჭო, ეგ ძალიან კაი პერიოდი იყო, პროსტა მე ისეთ გადაღებების ტიფლისების და იმის პერიოდი მაქვს, რომ აი სულ სადღაც კახეთში და სადღაც ტრაკში ვიყავ. მაგრამ ნაგულავები ვარ მაინც მოშნა. ო. პროსტა ესე არ ვარ სულ რომ თქვენ სუბირჟაობდით და მე ესე ვიყავი. ჩვენ გვიწევდა ახლა თან. ჩვენ უკრავდით ხოლმე. კარაოკე იყო, მან მაგარი კარაოკე იყო. ლომიძეს ქვინის მიყავდა კარაოკე ხოლმე კვირაში ორჯერ და ეგეთი ჭედოა არაფერზე არ ხდებოდა. ბიჭო, თან ეგ ისე ჯერ კიდე ის დრო იყო, რომ შიგნით სიგარეტს ეწეოდნენ ტიპები. კი, შეჭო. ახსოვს? არა, მერე აიგზავნა რაღაც დროს, მაგრამ მახსოვს რაღაც დროს აი ხჩობა უბედურება და ეს კარაოკე და აუ დაჟე ჩაწყობაც არ შემეძლო იმას კარაოკე რიგის ფონში ანუ იმინა ბიზდეცი იყო. ძალიან კაი იყო ეგ. და ნუ ლაივებიც კაი იყო. ტუალეტი იჭედებოდა. ვინ ჩაყოფს ხელს? და რიფერს რატო გაჩერდა საბოლოოდ? დავი კიდე. მაგარი მენეჯერები რო ვართ. ბიზნესის. სასმელის ვალი ისა ეს რაღაც. იმ ხელავალები ქონდა სახალხს რიფერის რომ აი ის დეცი პროსტა. ანუ ვალი 60 ლარები. შენ ყველაზე ცოტა. აჩის დარჩა საკაიფოდ კი. ხო და ის იქიდან გვადგებოდა კონსერვატორია. ერთი რო ვალები ქონდა. მეორე ჩვენ თუ იქ ვიყავით. რიფერ პრიგლაშაიც და კარჩე ის იყო რა ქვია ყველას ვალევინებდით რა. შესვლა არის ბილეთი არ მახსოვს არ იყო. კონცერტი თუ იყო ბილეთი იყო და ისე არა. ქაშაყი ქონდა. ქაშაყი და ჭაჭა. კაი ამბავი. არა თესლი იმინა ბარი თესლი თავის სცენით. არა მაგარი მაგ პერიოდში ერთადერთი ცოცხალი სცენა იყო. თან საუნდიც კაი იყო რა აი რა ვიცი. მიუხედავად რაც ქონდა პონტი, ეხლა რა ჩვენ ვიყავით ყურში გვესმოდა ცოტათი. თუ ყველას დაკრული აქვს რა, ეხლა ვინც მაგ დროს უკრავდა, ყველა არის ნაყოფ. თან მარტო ლაივ მუსიკა იყო. რა თქმა უნდა, აბა. სხვა არ დაიშვებოდა არაფერი. ჩვენ გვაქვს ჰერიოს რუბრიკა. ჰერიო არის პირველი ქართული დინამიკი. კარჩი გაუბაზრებელი სიმღერა, რომელიც რატომღაც ხალხის ხურს არ მიჭვდა და ძალიან კაია და გიყვარს ეგეთი რა არის. ქართული. თან ისეთი რო არ დაგვასტრაიქონ. ბიჭო, მე მგონი ყველა გია იაშვილის სიმღერა. დავაი. რომელი? დავაი. I don't want. თუ რა I don't want, I don't care. ეხლა ვნახოთ. Sky diving penguins. I don't want, I don't care. აი. მთელი ალბომის სიმართლე. ვაფშე ეს ბენდია ეგეთი რო აი ჩაიკარგა რაღაც. ჩვენ რეალობაში იქ ხო იყო ცოტა უფრო. ვაფშე არავინ არ იცის ეს. ძალიან უცნაურია და უკარგესი მუსიკოსი. შედევრია ჩვეულებრივი. ის ვაფშე ალბომი ხო არ გამოუშვა როგორც ალბომი. არ გავიგე. ნუ Spotify-ზე გუშინ შევედი რაღაცები მე ნახა ორი სიმღერა თუ სამი იყო მაგ ალბომიდან. მე მაგ კიდე ვაფშე ახალი ალბომი ჩემთან ჩაწერილი. რას ლაპარაკობ? ვა, ეგ როდის მოხდა? წლების მანძილზე. Many things to do.
but I don't do. ძალიან გაია, ძალიან საოცრება. შენ ხო მოგიწია ცოტა ხანი ამასთან თუ ასე აი იქ Set for Zulu-ში უკრავდით ერთად. იმინა Skydiving-ში იქ Skydiving-ში არ დამდგოს. არ არსებობს ბენდი მარტოა რა. იქ არ ყავდა ვიღაცები. რა ვიცი. ეს მახსოვს თავიდან რომ შენ მომასმენე თუ საიდანაც ხო რაღაცა მეთქი რა ხდება. ავიშე შენ იმნა შედევრია. ნო. აბშე გია პირველად რომ ნახე იქ მე-12 რა იყო თქვენ სტუდიაში იქ რო შემოვიდა დასტოინად გიტარით პაკებით რა ეს ვინ არის და მაშინ ის სიმღერა იყო Outspoken the Painkiller Buzz და იქ რომ მოვისმე რომ 2002 წელი იყო თუ რაღაც ან არა რეებს უკრავდით ჩვენ ვაფშე მაშინ მე რა წერდი მაგ დღეს გოგას ახსოვს სადა ეს შემოვიდა ტიპა და დისკზე მეთქი კოტე ჩამიწერე გეხვეწები თუ რაღაც დისკზე მქონდა და მაგარი And I don't care ეგ რომელ წელს თქვი? 2002 გია აქ იყო მაგ დროს? ჩამოსულიყო მან გავიცანი სერგიმ გამასნო რა გვაჯალაძე მე მეგონა იგაიცანი არა გავიცანი მე იქ უკვე დავმეგობი რა გავიცანი რაღაცა გადამაწერინეო რა ჩვენ სტუდია გქონდა რუსთავის შენობაში კომუნიკატორი ხო და ისა მათ გავიცანი და მუსიკოსი რა და აბა მომასმენეო რამე შენ და მაშინ ახალჩაწერილი მე მგონი ის ქონდა Yellow Duck-ი და რაღაცა და მოვასმენე და როგორ მოვასმენი იცი რომ აი ეს პატრონის და აბა შენი რამე მომასმენე და ჩვენ რა წერდით მაგ დღეს გასო სისხლი კინაღამ ჩამე Nothing's gonna change I'm sorry excuse me პოტიში ნასვა ეს ტრეკი მაშინ უკვე ქონდა ეს არა უკეთესები ქონდა დაჟეში ო ინგლისში ჩაწერილი გია ჩვენზე კარგად დიდია 10 წლით და მე რაღაც შემხელად აღვიქავდი ეგეთ ვიცე კი არის ხო ნო არა და მაგარი იყო რამდენს რეპეტიციობენ ძმები აბა მუშაობთ ხო ესე იგი მაგრა დაუკრავენ open air-ს მანიაკი ორივე ჯგუფი რაღაც პანჩი შეჭი ნო ხო ისე რამდენ 1-3 საათის წინ მოვედი და უკრავდნენ უკვე შესვენებაზე იყვნენ ხო ნუ როდის 9-ზე 9-ზე შეიძლება 6-7-ზე დაიწყეს ხო და ეხლა არის ღამის 12 ჩვენ ცეგრებში ვებოდით ხო ო იყო დრო და წეგან ნახევარზე მეტი გავლილი ქონათ კიდე 8 თუ 9 ტრეკი გვაქვს ძალიან ბევრ ტრეკს უკრავენ იქ ეგრე გამოდი ალბათ საათ ნახევარი და მეც ეს გაერთიანება რა ხდება არ ვიცი ვინ მოიგონა რა იყო მაგრამ რა ვიცი ჩვენ საქმე არ არის ერთხელ ვიყავი რეპეტიციაზე და ძალიან კარგად ჭმეს კომეც რაც მოსმოდა მაგარი იყო ვაფშე რაღაცა როკი მოცოცხლებულია ქალაქში არა კი მე რავი ხა რაც ჩამოვედი და იმაშობის სულ აივია სულ რაღაცა ხდება და კი ძალიან ისეთია თან ბიჭო ხარისხი დაკვრის მაგარი ისეთი აწეულია რა ან დაჟე ახალი ბენდები რო არის შეიძლება სონგები ეგეთი არ არის მაგრამ ანუ ყველა უკრავს რა ტექნიკურად გამართულია ძიმე მუსიკაც მოიხოდა რაღაცა რა ძიმე უფრო მოიხოდა სხვადასხვა უცნაური რა არის ნიუ მეტალი შემოვიდა მოდაში კორნები რამ ჩვენ რო გვევასწავლე აი ვაფშე ეგ ჟანრი რა ძალიან უცნაურია დიჯეობაზე არ გიფიქრია მაგრამ იხდება მე მაქვს შენი სურათი შენო დიჯეობ просто სათვალეს შეგიცვლით ხო და გაშავენ შავი რა არა მამ კაი მუსიკის დაკვრა დიჯეობა ასწორებს DJ ბობო ცუდია просто კაი მუსიკას რო უკრავ ჩართული რო გაქ იმის ამიკრავს ახალი ტენდენცია არის ვინილ დიჯეი ყოფილი ვარ რა ხო ეხა ახალი შედარებით ეხა 1-2 წელია შევებიან შეიძლება მეტიც და მე არ ვიცი თავაზობენ რომ ჩვენ სივრცეში შენი პლეილისტი გააკეთე ხო იქნიათ ეგეთი რა კი მე მიქნია მე დაჟე მუტანტ რადიოსთვის მიქნია ხო მე ვირიდებ ხოლმე სულ ეგეთს ასწორებს აი რაღაცა ესა იქ ტყილა უნდა ვიდგე შეჭმა და იმინა იქ რო დგეხარ არა მე რაღაცა ის იყო უნდა გამეგზავნა და არა მიხვიდე შენც ხა შენი დღე არა ვისაც ვიდექი ერთხელ იყო ის რაღაცა ერთი ფირსაკრავით მუსიკის დაკვრა და ეგ გაასწორა რა გადადებ გასახში ხარ რა მაინც მიზარი ხო და ქართული როკი კარგია
ქართული როკი ძალიან კარგი გახდა, უკვე ჩახარშული თაობა არის მაგაში და უფრო და უფრო ნაღდი ხდება რა. ადრე რო ხო იცი ცოტათი სპონტი იყო რომ რაღაცას გავდა ის იყო. ეხლა უკვე აი სუი იყო რა მართლა ისტორია ამ მუსიკის გვაქვს. ეხლა რა რამდენ ქვეყანაში მიცხოვრია და ის მიქნია და ესეთი რა ეს ბევრად წინ ვართ მე აი მაგალითად პორტუგალიის იქ გაგშეხება ისე ვიღაც ტიპები ვინც ვიღაც მუსიკოსებს ვიცნობ და რაღაც ჯემებზე დავდივარ ხოლმე და არა კარგებად ვინც ითვლებიან ვინ ხავთ პორტუგალიაში არ ვიცი სიმართლე გითხრა ძალიან უცნაური არის 2 წელი აქ ვარ და ვერ გავერკვიე მუსიკალური სცენაში რა ხდება საერთოდ რა ეხლა ჩვენთან ხო ისეთია ჩამოხვალ და ფაბრიკაში წახვალ იქ წახვალ აქ წახვალ დაახლოებით იცი რომ გეტყვიან არა ჩვენთან სახელები არის უკვე სერიოზული ხო სახელების გარდა ანუ ისიც არის რა დუჟენია თუ რაღაც ხო და იქ რაღაცა ვერ გავიგე ხო თუმცა რაღაცა ბენდები მომისმენია ეს შეხარ ლისაბონში მაგრამ იქით შეიძლება იყოს იქნება უეჭველი ხო ხარ რაღაც მეც ის არ არის მაგრამ აქ ნაღდათ ის არის სულ ვიძახი ხოლმე ინგლისი ამერიკა ავსტრალია საქართველო რა თქმა უნდა მე მაგის ვჭერა ჩემი გჯერა ხო და არაპირებ რამეს ახალს რავი აი ამას ვაკეთებ ეხლა რას ვაკეთებ რა one man army-ს ხო და რაც გამოეც გაარეკლამა ხო აი ხვალ უშვებ ახალ სიმღერას ხვალ არა ეს გავა ერთ თვეში მაშინ ხო გამოუშვი ორი კვირისი ხო მაგას ვაკეთებ რა ეხა ის ალბომი ხო გამოუშვი collaboration ალბომი რომელიც დაწყებული ქონდა ძალიან დიდი ხანი მაგრამ აი მოგავი ვისთან ერთად არის რა ვინები ხო 10 სიმღერა არის და თან ისეთია რა უცბად ვერ იზამ მაგას ხო რაღაცა ნელ-ნელა უნდა პანდემიის დროს დავიწყე და მე და ლევანამ დავიწყეთ სხვათა შორის კიჯიზესი და მე და რაღაცა და მე მივყევი და ბევრი ის არის რა ერეკლ დეისაძე არის თამარა შავერდაშვილი არის ძალიან მაგარი მომღერალი სოფი ვილი არის ეხა რო მარია ეს ახალი იპი გიდევს რაღაცა თუ არ არის ახალი ალბომი დავდა მთლიანი ხო და ის გოგო ვინ ღერის მარია ტომ ხო ვინ არის ერთი ინდოელი გოგო არის ძალიან მაგარი მომღერალი იქ არა აქ ცხოვრობდა და ეხა პორტუგალიაში არის ისე ხო მაგრამ ხო დიდი ხანია ვიცნობ და ძალიან მაგარი მომღერალია ხო ცოტა რაღაცა ისეთი Air 07 ძალიან ეგეთი მუღამი აქვს და შტრანი ალბომია ხო მე Kill Ages-ის გუგასთან ერთად გავაკეთე ერთი სიმღერა რა ვიცი ბევრი რაღაც ზოგი აი ესეთი რაღაც ჩემ მეგობარი არის მაგალითად სანდრო ერთი რომელიც ფეხბურთელი არის და პროსტა მაგარი ხმა აქვს ოღონდ ფეხბურთელია და მაგას ვამღერე რაღაც ჩემთანაც მიცოდა რა დავაი მე მეორე იმას ვაპირებ მეორე სერიას ორკაციანი პიესაა ხო და ძალიან გამისწორდა იმიტომ რომ თან ის არის ხანდახან ხო ისეთ ხოძე ხარ რომ აი რაღაცა შენ თვითონ რომ ბევრ მუსიკას წერ დემოებს და ისე რო ხარ რაღაცა და სხვისგან რო გინდა ცოტა რაღაცა აიღო რა შენსას რო წერ და ოდნავ ისე ხარ რომ აი ეს გამიკეთებია კაი ხო ეს კენი რაღაცა მაგარია სადღაც მიყავ ხო ოღონდ უნდა გახვე რა ტიპს რა თუ კლიკ გაგეჭითა ეგ არის რა და თან ეგეთი კრიტიკულიც ვერ ხარ მე რა არ ვიცი სხვისი რაღაცა რომელიც შეიძლება მე დამეწერა შეიძლება მე ის მქონოდა რომ ეგ ხო გამიკეთებია თუ რაღაც მაგრამ სხვისი რო არ მე გაქრო აი ამაზე მე ხა ავაწყობ რაღაცას ხო და საინტერესო არის და მაგას შევყევი და 10 სიმღერა რო დაგროვდა ბარემ ალბომის სახე მივეცი და გამოუშვი და ნუ მეცე კაი გამოვიდა მე მგონი საკმაოდ ხო და ეხა რაღაცა ახალი სინგლიც თბილისში რაც ჩამოვიდი მაშინ დავწერე სიმღერა და რაღაც კლიპი გადავიღე ზურგი მე სუპერ გრუპა კი არა და რო დაიშალა ისა Take That with დაიშალა ხო შენ ის ცალკე რობი უილიამსი გახდა ხო ანუ და ჩვენ გარიბარლოვები დავჭით შენ კმარაში იყო არა და კმარა ხო არა მან რაღაც ის იყო იმის ქავერი გავაკეთეთ რა სახის დიდხანს გელოდი თუ რაღაცა ხო კაი იყო რა თავის იმაში რა ამას არ ევასე არა მე არასდროს იმაში ჩაწერაში არ მიმიღია მონაწილეობა რა რაღაც ისე მოხდა მე ჩემი ვერსია მქონდა ზურას თავის ვერსია მქონდა და მე ზურას ვერსია უფრო ისეთი იყო სახალხო და ეგ გაუშვით და რაღაცა ის ტაბულა აკეთებდა იმას 90-იანების ქავერების რაღაცა CD გამოუშვეს და მან წავიდა გავარდა რა ეს მაგრად რა და ჩვენ ხო ცოტა სხვა კონცეფტი ქონდა მე რაღაც ისე ვიყავ მჯეროდა რომ ბლარი და ოაზისის გორილაზე ვიყავით თუ რაღაც სხვანაირ მუსიკას ვიკრავთ და უცბად ამან სხვა ტალღაზე წაიყვანა პონტი და რაღაც სხვა მსმენელი გაიჩნდა უცბად
მე მაინდა-მაინც ვერ გავხურდი მაგაზე რა. შენ კიდე ეგ სახალხოობა და ეს იმინა სახალხო გახდა შეჩემ. ხო, არა, მაგრამ ის არის რა. სერიალების საუნდტრეკი. სულ ძალიან მაგარი მუსიკოსია, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსია, ვისაც ვიცნობ. უბრალოდ რაღაცა ხო ყველა სხვა სათქმელი გვაქვს და გზა გვაქვს ხო და რაღაცნაირად მე მაგას მოყვა მე რაღაცა ჩემი ცოლის დაქალებისთვის დაწერა არა და მე ეს მოყვა უკვე და მაგაზეც გახურდა ხალხი და მე რაღაცნაირად უკვე ის იყო რა ცოტა კონფლიქტი კი არა ის ქონდა რა იმას უნდა და რა მოდი აქეთ წავიდეთ მე ვიძახდი რომ ის რასაც ვაკეთებდით ძალიან კაი იყო და მოდი ეგ ჩავწეროთ ეგ მაგას მივყვეთ და ბოლოს რაღაცა ვეღარ ვიქნით და არაფერი ძალიან მეგობრულად გადავწყვიტეთ რომ შენ გააკეთე მე ჩემი ცოტა ხანი დავისვენოთ სანამ ზგურგი იყო ქართულად არ მღეროდა არა აი მაგ კავერის მე წამოვიდა რა ეხლა რაც მოყვე და შენ არ გინდოდა რომ ქართულად გამღერა არა მაგაზე არ იყო ანუ ქართული ენის გარდა მე ეხლა მე რა ვიცი დიდად ქართულ ენაზე ვერ წერდი ვერასდროს მუსიკას და არც მიცდია სიმართლე გითხრა და არ ვიცი რაღაცნაირად ეგრე გამოვიდა და თვითონ მუსიკა სხვანაირი გახდა რა ანუ მარტო ენის ის არ იყო რა ანუ თვითონ მუსიკა სხვანაირი გახდა რა არ ვიცი თან ის მუღამიც დაიკარგა რომ აი ეს რაღაცა ის თამაშიც მორჩა რა რომ მე იქით ვიყავი ეს აქეთ იყო რაღაცა სხვანაირი უკვე ერთად სტუდიაში რო დავჯექით ცოტა სხვანაირი გახდა ალბათ რა მოხდები ის რაღაცა ექსაიტმენტი რო აბა რა მოხდება ის რას იზავს რო ველოდები და თან მაგ დროს ვერ ჩხუბობ მაგდენს ხო იცი ხო და ეს იყო მაგრამ კაი იყო რაც იყო და მე ხო მახსოვს ის ქენი ეგრევე უკვე მზად ვიყავი რომ რაღაცა ახალი უნდა ვქნათ და მე გოგას ვთხარი რომ მე და შენ ხო არ გავაგზელოთ ისე მესამე მოსვლაც ხო არ გავაკეთოთ სტრინგი ზურგი და მესამეს და Black Marus და ეს Black Marus მქონდა ის რა ქვია სამუშაო სახელი მქონდა ხოლმე რა იმისთვის დემოებს რო წერდი ხოლმე რატომღაც მაგას ვაწერდი იმიტომ რომ შეგინ მარ არის რა ჩემი გვარი არის Black Marus და ეგ მქონდა მე თქვი მოდი მაგ სახელით ის ვქნათ რაღაცა და მე მახსოვს რაღაცა კონცერტზე ვიყავით და აჩიკეულიშვილი უყრავდა დრამზე და მე ვთქვი ბიჭო რა მაგრამ გამოიყურება ეს ტიპი დაკვრა რა მაგრამ გამოიყურება ხო ჩვენ ხო ის ვიყავით ვიზუალური ხო და მე ვთქვი ეს ტიპი მინდა ბენჩი და დაურეკე და მე ვთქვი აბა როგორ ახარ და ეს იყო ზურამ დადო მაშინ რაღაცა სასაცილო პროსტა გადაობის პონჩი კოჭი მთაზე მიცოცავს თუ რაღაცა ქონდა და მაგას თუ უკრავ თუ არ მინდაო და ისეო რაღაცა და მოვიდა და ეგ და მაშინ კი სხვა მომღერალი ყავდა პირველი ლუკა გახსოვს ვოკალისტების ნაკადი კი და ნუ დავიწყეთ და რავი კარგად წაიღო რა ეს პირველი სიმღერა კოტესთან წავედი და კოტემ ჩავაწერინა Winter Longer ხო და რაღაცა საკაიფო სინგლი იყო ყველას გაურცელდა და მაგით დავიწყეთ და მე მალევე ალბომი ისქენით ამან საუნდკარტა მათხოვა და უცბად ვისწავლე ყველაფრის კეთება ხო რა კაი ბიჭია აბა და ჩავწერეთ ეგ ალბომი და რავი კაი იყო რა საკმაოდ მალე გაგვიმართლა სიმღერებიც ისე წავიდა open air-ზე ეგრევე დაუკარით იქ რაღაცა დიდ კაი ფესტივალზე ანუ ისე გავაგზელეთ რა კარგად გამიქართ პლავნად გადავედით და ის არ იყო გეფი არ მოხდა და მე წაგიღო პორტუგალი ხო ეგ ჩიკვაძენ წაიღო მე ხო იცი რაღაცა დროს მეს უმქონდა ეგ რაღაცნაირად ცოტა რაღაცა ხო იცი გაბარდები დაიღლები და ცოტა ხანი გაქცევა გინდა ჭირდება ხო ჰოლანდიაში ეგრე ისქენი და იქაც და ეხა რაზე ხარ გაბრაზებული ეხა არაფერზე არ ვარ გაბრაზებული ეხა დაწყნარებული ვარ და რატომ მითიხარ თუ გასაბრაზებლად ძალიან კაი ის მაქვს road trip-ი მაქვს რომლის გამოც ერთ-ერთი მიზეზია რომ უნდა წავიდე თან იქაც უკვე ვიცი სად მივდივარ ისე არ მივდივარ რაღაცა თან ხო ცოტა ხნით დიდი ხნით არ ვიცი როგორც ის ისმინე სექტემბერი ოქტომბერი როგორია ის ტემპერატურის შოკაია ძალიან ძირითად შემთხვევაში ყოველთვის კაია ანუ საქართველოს უფრო თბილი კლიმატია კი რა ზამთარი ძალიან კაი არის რა ოღონდ არის 2 თვე არის როცა წვიმს ხოლმე რა ეგ 2 თვე არსებობს ნებისმიერ შემთხვევაში და ან გაზაფხულზე არის ან შემოდგომზე ან ზამთარში ცოცავია ხო ვერ გაიგებ რა რაღაც დროს არის რა და მაგრამ ზაფხული ვთქვათ მაგალითად მაისიდან უფრო აპრილის შუიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სულ ერთი ამინდია რა კაია რა ძირითადად ძალიანაც არ ცხელა ძალიანაც არა მე არასდროს არ მცხელა სიმართლე გითხრა არც ამას გეტყობა თუ არა მართლა გეუნები მე ერთ სულ მაქვს შარვალს შავი ისე კურტკები გვაქვს მე მართლა არასდროს არ მცხელა ხა 40 გრადუსშიც ნორმალურად ოღონდ არ შემცირდეს ნა
აი ოდნავ სიცივეზე ძალიან ცუდად თავი. აი პატარა სიცივეზეც არა, მე ზიზღება, მე სიცივე, просто თქვენ ნამეტანი კიდეები ხარ. вообще არ მაქვს. როგორი სიცხეს არ უნდა. შენ даже კონდიციონერს არ ხმარ. კონდიციონერი მე ზიზღება. მე არ ვართვევინებ არავის მაგას. ბიჭო, მე მაგ რა კითხვა მარების გვარი მარების საქართველოში ამბავი რომ ცოტა ხალხში. მარები მოკლედ არის შოტლანდიური გვარი არის. სადღაც ედინბურგთან მე მგონი თქვენამდე ვიცნობდი თენგიზ მარს მხატვარი. ხო, შეიძლება. თქვენი ვიღაცა არის? ხო, ბიძაც ჩემი გამოდის, რა მამა ჩემის ბიძაშვილი არის. მხატვარი. მაჩუკა ნახატი, ჩემი მეგობრის მამა, გუფის გიაჩქონეიას მეგობარი იყო და პირველი მისვლაზე ძალიან კაი ნახატი მაჩუკა. ნო. ხო, თენგო ძალიან კარგი ადამიანი. ხო და ეს გვარი არის შოტლანდიური, მოდის საიდანღაც ედინბურგთან ახლოს რაღაცა. ოდესღაც მარშირიც იყო ეგეთი. სოფელი თუ ქალაქი. და ეს კაცი პირველი ვინ ჩამოვიდა საქართველოში იყო ჯეიკობ მარ, ეგეთი ტიპი იყო, რომელიც იყო ისა მებაღე, კი არა, რა ქვია მაგას, ხო? ბაღებს ვაშენებენ, ბოტანიკოსი. ხო და არ ვიცი რაღაცა მიზნით ჩამოვიდა. და მე ვარ მაგის მეექვსე თაობა, ანუ რომელი წელი იყო, რა იყო ზუსტად ესე ვერ დავასახელებ, მაგრამ ანუ შენ დიდი პაპაა. ხო რა. ხო და ჩამოვიდა აქ რაღაცა თბილისში პირველად რომ ჩამოვიდა რაღაცა აქ მოხდა და ვერ დალაგდა ისე როგორც საჭირო იყო და ქუთაისში გადავიდა მე. და ეს ქუთაისის ერთ-ერთი პარკი და მე მგონი ბათუმშიც რაღაცეები, მაგის გაშენებულია ძალიან ბევრი რაღაცეები რა. და მე უკვე და ჩამოვიდა თან ესპანელ ცოლთან ერთად, რომელთანაც შვილი ყავდა. და მე რაღაც დროს გადავიდა. ბავშვი პერიოდში ბრიტანული არმია იყო აქ და შეიძლება იმათ ხო, შეიძლება რაღაცა მაგასთან კავშირშიც იყო. შეიძლება რაღაც არასწორად თქვა და ჩემმა მარებმა არ დამცხოთ. ხო და მე გურიაში აღმოჩნდა რაღაცნაირად იქ ცხოვრობდა ბოლოს მთელი ცხოვრება და უკვე გვიან ასაკში რაღაც 70-ს მეტანებული თუ შეიძლება გადაცილებული იყო, მოიყვანა ქართველი ცოლი. და მისგან ეყოლა უკვე ნიკო მარი, რომელიც იყო ენათმეცნიერი და მნიშვნელოვანი ადამიანი და ნუ მე ვარ როგორც მახსოვს იმის პირველი შტოს შთამომავალი, რომელიც ამ ჯეიკობ მარის და ესპანელი ცოლი იყო და მაგის ის ვარ. ანუ ესპანელი ცოლის გამიწყავდა შვილები მაგის. ხო და რაღაცნაირად ეგრე დარჩა და ისე ძალიან სიმპათიური და სასიამოვნო კაცი იყო, რაც ფოტოებიდან და ისტორიიდან ვიცი. თქვენც ასევე. თელი მონაგარი, მაგრამ ჩემ მეგობარი შტო მარების ვინც ხართ. ის რო გაიკეთო არ გინდა, რა ქვია DNA ტესტი. იქნებ ჯონი მარისთან რამე კავშირი. არა, ეგ არ არის ნაღდი მარი, ხო იცი? ეგ არ არის ნაღდი მარი. არა, მართლა გეუბნები. რაღაცა Mayher to Mayer არის, იმიტომ რომ მაგ დროს იყო კიდე მეორე ნამდვილი ჯონი მარი, ვიღაცა და ამას რო ერთ და იგივე სახელი არ ქონოდათ, არა, to Mayer-ი იყო ის. რაღაცა კაროჩე გამარდა, ნამდვილი მარი არ არის. მე ვარ ნამდვილი. აქ რო DJ ჩამოდის ხოლმე Mayer-ი. ნაღდი მარი მე ვარ. ხო და არა, მეც მეგონა რომ რაღაცა თან ისეთ ვიძე არის, მაგრამ რაღაცა გევართ თუ თან სმიცი მიყვარს. თან ჯონი მარის სოლო ამბავიც ძალიან მიყვარს. და საერთოდ ეგ 80-იანების მანჩესტერ მუსიკა ძალიან მიყვარს. და მოდები. ბიჭო, კიდე რა ხდება? გიტარას არ უნდა წაავლო? ხელი რომ მოგიდოს გიტარა. მე ჰა. ასე makes me wanna scream. Jealousy is ruling over me in my dreams. 2 + 2 = 3. No remedy is working. Anxiety became a part of me. Lately I put sugar in my tea. Sobriety is reverse polarity. So maybe I just need more time. I just need more time.
is buzzing in your ears. She keeps the water clean in the rivers of your mind. Rivers of your mind. Stability is something that I need. Reality is shifting. Suddenly I'm lost and incomplete. So maybe I just need more time. I just need more time. Cold bones, timber toes, dust in your eyes. She keeps sailing down the rivers of your mind. So long the bitter song is buzzing in your ears. She keeps the water clean and the rivers of your mind. She keeps the water clean and the rivers of your mind. Rivers of your mind. აი მე და რა კარგი ადამიანი ხარ. ასე რომ მიდიხარ ისო. ჩამოვა ჩამოვა რა საწაო.